მოგესალმებით, ეს ხალხის პოლიტიკა, მე ვახო სანაია ვარ. დღევანდელი ეთერი მთლიანად დაეთმობა ოკუპაციის თემას. გასული კვირა ოკუპაციის კიდევ ერთი მძიმე შედეგი რეჟიმის მსხვერპლი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გახდა. ის ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლია, მანამდე იყო არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, შემაწყუნებელი ისტორია, როცა ოჯახს დაღუპულის ცხედარსაც კი არ უბრუნებდნენ. უფრო ადრე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, რომელიც სათვალთვალო კამერამაც აღბეჭდა. მანამდე 19 წლის დავით ბაშარული, რომელიც გაიტაცეს, შემდეგ კი გარდაცვლილი იპოვეს. გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ხაზთან ჩვეული მოვლენა უკვე წლებია. როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფო მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმისგან, საკითხი მძიმეა და აქ რაიმე გამზადებული რეცეპტი ან სრული გარანტია უსაფრთხოების არ არსებობს, რადგან მეორე მხარეს საოკუპაციო ძალა დგას, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს მიტაცებული. როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო მცოცავ ოკუპაციას, რა პოლიტიკა და მიდგომა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემისადმი. საკითხის სიმწვავე კიდევ ერთხელ დაგვანახა 15 მარტის ისტორიამ, როცა გავრცელდა ცნობა, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლიდან აქეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელში შევიდნენ ხელისუფლების განმარტებამ. საკითხი ვერ დახურა, საზოგადოებაში კვლავ დარჩა შეკითხვა, ნამდვილად იყვნენ თუ არა ოკუპანტები ხურვალეთში. თუ კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მართლაც იმყოფებოდნენ სოფელში, რატომ უარყო ეს ცნობა ხელისუფლებამ და თუ კი არ შესულან ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ადგილზე, მაშინ რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია? ამ ყველაფრის გარკვევას დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად შევეცდებით. ერთ-ერთი მათგანი სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა. თემას ბუნებრივია ფართო კონტექსტშიც განვიხილავთ და ვიმსჯელებთ გამოსავალზე შექმნილი ვითარებიდან. რუსული ოკუპაცია და გახშირებული სამძიმარი. აღინიშნება მრავლობითი ჩალურჯებული სიცხჩაქცევები, სახეზე რაც ეთყობა, კისერზეც რაც ეთყობა, ყველა ხედავს ამას, მარტო მე არა. სახლში ბრუნდებოდა და როგორ წარმოგიდგენია და ხა თვითმკვლელობისთვის რუსეთის ბაზაზე შეიარა, რომ თავი მოეკლა, ეს ხო წარმოუდგენელი რაღაც. უწყვეტი ტრაგედია. 30 წლის გიგა ოთხოზორია, ოკუპაციის მსხვერპლი. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, ოკუპაციის მსხვერპლი. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია, ოკუპაციის მსხვერპლი. რა მოხდა 15 მარტს ხურვალეთში და რა ვითარებაა დღეს? საოკუპაციო ხაზი, ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება. გავიხედეთ განან ასე ფეხებ გაჩაჭრული ავტომატებით ხელში, რუსები და ნიღბებით. ადით, ჩემი ბაღია მათო ხარდე და იქ არც რუსი იყო, არც არავინ არის. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ საუბრობდნენ, თურმე იყვნენ რუსები, წაიღეს დღეს საუბრობენ, რომ არავითარ რუსი არ ყოფილა, მაპატიეთ, ეს ადამიანები ერთმნიშვნელოვნად სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან და უწევთ იმის თქმა, რაც მათ დაავალეს რომ თქვა. ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მძიმე მოცემულობა ოკუპაციის. ამ პირობებში კიდევ დამატებით გარკვეული პროვოცირება, დაძაბულობის, პანიკის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია. როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ თავი რუსეთის ქმედებებისგან საოკუპაციო ზოლთან? ადამიანის გატაცება, როგორც ყოველდღიურობა და ჩვეულებრივი მოვლენა. სოფელი დიცი, მორიგი ფაქტი, კიდევ ერთი გატაცებული. რა უსიამოვნო მოულოდნელობები იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 3 კვირის წინ. მინდა გავაფრთხილოთ ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის. დღეს საღამოს 8-ზე ხალხის პოლიტიკაში მსჯელობთ ოკუპაციაზე. პოლიტიკოსები, ექსპერტები, ისტორიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები.
მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. მე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს: გრიგოლ გეგელია, გიორგი ოთხმეზური, გია აბაშიძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, დავით კაცარავა, ლუდა სალია და ჩვენ ასევე ოდნავ მოგვიანებით ჩაგვერთვება ხელისუფლების პოზიციით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. მე მინდა დავიწყო ქალბატონ ლუდასთან საუბრით დღევანდელი ჩვენი გადაცემა. სწორედ თქვენ იყავით პირველი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ცნობა, რომ ხურვალეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ ოკუპანტები. ამას შემდეგ მოყვა მთელი აჟიოტაჟი, ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ თავდაპირველად მოდით გითხარით, რა ნახეთ თქვენ პირადად იქ ადგილზე. თქვენ ხართ ხურვალეთის მცხოვრები და თქვენ დაწერეთ სოციალურ ქსელში პირველად ეს ცნობა. ეს იქნებოდა სადღაც დღის 2 საათი, მე ველოდებოდი სტუმრებს, ახალგაზრდების ჯგუფს, რომელსაც ერთ-ერთ ჰქონდა დაბადების დღე, 15 მარტი იყო და დამერეკა, რომ მოხუცებთან ერთად უნდა გადაიხადა დაბადების დღე და მოდიოდა ტორტით. რო შეაგვიანდათ ამ სტუმრებს, დარეკილი ჰქონდათ, რომ მოვდივართ უკვე გადასახლებთან ვართ, რო შეაგვიანდათ, სულ ჭიშკრისკენ ვიყურებოდი. და რამოდენიმე მანქანამ გაიარა ჭიშკართან და ვიფიქრე, რომ უკვე მოვიდნენ, მაგრამ ჩემ ჭიშკართან არ შეჩერდა ეს მანქანები და წავიდნენ სულ 200 მეტრშია იქვე ეს კოშკურა, რომელიც ახლახან ააგო რუსმა ოკუპანტმა და ვიფიქრე, ალბათ ეს გოგო ბიჭები ნახავენ ამ კოშკურას, ფოტოს გადაიღებენ და მობრუნდებიან მეთქი და მე ვთქვი, მოდი იქ მეც შევხვდები მეთქი და გავედი მინდვრებით. ქუჩით კი არ წავედი, საერთადაც მანქანები დადიან, მოკლეზე გავიქეცი, გავირბინე. არც ტელეფონი წამიღია, არც არაფერი, ძალიან რაღაც სპონტანურად გავიქეცი. გავიქეცი სპონტანურად, მივედი იმ კოშკურამდე, ახლოს, სადა რომელიც ეკრანზე ჩანს ხშირად თქვენთან და პირველად ყურადღება მე იმ კოშკურისკენ გავიხედე, ნუ პოლიცია ხშირად დგას, მაგრამ რაღაც ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა იმ დღეს უჩვეულოდ და რამოდენიმე მინდორზე იდგა რამოდენიმე უჩვეულოდ ბევრი ევროკავშირის დამკვირვებლების მანქანები. კოშკურისკენ გავიხედე, მაინც ყველა კოშკურისკენ გაიხედავს ხოლმე ამ მომენტში და ნახე, რომ დიდი კამერა მუშაობდა და ვიფიქრე, რომ ამ გოგო ბიჭებს ეს კამერა წარმოუდგენელი არ ექნებოდა და მე ვთქვი, ვიღაცა მოდის და იღებს და გადავიწი, ახლა მივედი უკვე მივდივარ, ზარა ორი ნაბიჯიღა დამჭა და ეს ჩვენმა პოლიციამ კი ვერ შემნიშნა, რადგან ჩემგან ზურგით იდგნენ და იყურებდნენ ამ ეზოსკენ, სადაც უკვე რუსი ოკუპანტები იდგნენ, ტკბილებამდე შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ჰქონდათ. და მოდ დავაზუსტოთ მაყურებელმა, ეს რუსი ოკუპანტები იდგნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გურამ გუცევის სახლის 10 ეზოში, სადაც რომელ ეზოში ჩვენ ყოველდღე შეგვეძლო შესვლა და გადაადგილება. მაგრამ ეს იმდენად შემზარავის სანახავი იყო, რაც მე დავინახე, ეს ნიღბიანები, ეს ავტომატ მომარჯვებულები და ჩვენი პოლიციელები ჩემგან ზურგით იდგნენ და მე ვერ შემნიშნეს, მაგათმა რომ მე მათ არ მიმიშვებდნენ ახლოს და აი ესე იდგნენ და პირისპირ ერთმანეთს, იცით რა მომენტი დავიჭირე? რაღაცა საშინელი მომენტი იყო. აი მეგონა რა ან ის გაისვრეს რუსი, ან ეს ბიჭები შეაკვდებიან. ანუ პოლიცია და ოკუპანტები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ზურგშექცევით არ იდგა ჩვენი პოლიცია, გულმკერდ მიშვერილი იდგა და მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს პოლიციელები არიან პრემიის ღირსი, ესენი არიან ხელფასის მომატების ღირსი, შეიძლება ჩემ კომპეტენცია არ არის, იმათ უწევთ საშინელ მდგომარეობაში მუშაობა. იმ დღეს იმათმა მართლა მკერდი დაიცვეს სოფელი. აი ეს მინდა ვთქვა და ჩემი რეაქცია რა იყო, მე ბევრი ომი გამოვიარე. აფხაზეთის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომი ხურვალეთში ვიყავი იმ დღეს და ჩემთვის ეს იყო უკვე საშინელება, რომ ნახე, რომ ვიფიქრე, ახლა ამათ ყველას წაშლილი სახეები ჰქონდა და მომენტი იყო, რომ ამ კამერა მიატოვა უკვე დაამთავრა მუშაობა და წამოვიდა ეს კამერა, აქეთ მოდის უკვე გადაღება შეწყვიტა. ეს ახალგაზრდა ბიჭი მოყვება ვიღაცა, დღემდე არ ვიცი ვინ არის ეტყობა, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი იყო ალბათ, რა თქმა უნდა. და მე რომ ვიყვირა ამ პოლიციელებს ვუთხარი, ხომ გითხარით შემოვლენ მეთქი, მე ხომ გითხარით რომ ესენი აქ დადგებიან და ამ ბიჭმა მისხარ თან მიდის ჩქარა მიდიოდა და ჯდებოდა ჯიპში და მომხედა და მითხრა რომ ესა ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე.
ანუ თქვენ ამის შემდეგ ახლა სხვა რესპონდენტებთანაც უნდა გადავიდე, კიდევ დაგიბრუნდებით თქვენ ამის შემდეგ წახვედით სახლში და არა ერთი მომენტი მინდა და დამთავრდა და ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე ხო და მე ვთხარი რა ხმადაბლა ვილაპარაკო საწავიყვანო ჩემი მოხუცები მე უკვე ვიფიქრე რომ ესენი წამოვლენ და საერთოდ ალბათ ევაკუაცია უნდა დაიწყოს სოფლის ძალიან შემეშინდა და იქიდან დამიძახა შენ ჩემზე ძალიან ტყივა საქართველო მე ვთხარი შენაირად მტკივა მე საქართველოს მე გამოვიქეცი უკვე არ დავმალავ და იმ წუთში დავწერე სოციალურ ქსელში ეს სიტყვები სოს ვითხოვ შველას ხურვალეთის კონტროლირება სოფელ ხურვალეთში საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე ბაღებში დგანან რუსი ოკუპანტები გასაგებია დავითს მინდა ვკითხო დავით კაცარავას რატომ შეიქმნა თქვენი აზრით სიტუაცია როდესაც გავრცელდა ორი ინფორმაცია. ერთი რაც ქალბატონმა ლუდამ დაწერა და შემდეგ რაც პასუხი მოყვა ამას ხელისუფლების მხრიდან. რამ გამოიწვია, რა არის ამ ამბის შინაარსი თქვენი აზრით? მოგესალმებით. მე აქვე დაგიბრუნებ კითხოს რომ დამი კონკრეტო რას გულისხმობ აი ინფორმაცია ან ორი ვარიანტია სულ ან ისინი იყვნენ შემოსული და გავიდნენ ან არ ყოფილან შემოსული ხო გასაგებია აი ამას გულისხმობ კარგით მოდით მე მაშინ ცოტა შორიდან დავიწყებ და ქალბატონ ლუდას ბრჭყალებში სიზმარს გავაგზელებ, იმიტომ რომ ჩვენ 2 დღის განმავლობაში უკვე მესამე დღე არის, ძალიან დიდი დოზით ვიღებთ შეურაცხყოფებს სოციალური ქსელის და არა მარტო ამ ქსელის საშუალებით, იმასთან დაკავშირებით თუ რაც მოხდა და იმ ინფორმაციას დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გავავრცელებთ. დიახ, პირველი ინფორმაცია გავავრცელა ქალბატონმა ლუდა სალიამ და დამირეკა ეგრევე მე საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ალბათ ვიმყოფებოდი არც თუ ისე შორს ხურვალეთისგან ჯარიეშენის ტერიტორიაზე პატრულირებდით და ფაქტიურად მოყვიროდა ტელეფონში ქალბატონ ლუდა რომ შემოვიდნენ ხომ გეუბნებოდი ბაღებში ხუროშვილი ბატონისაშვილის ბაღებში დგანან რამდენჯერმე გადავაზუსტე ქალბატონ ლუდასთან შევეცადე დამშვიდებინა გადავაზუსტე კი აიქ სადაც უნდა ჩვენ დავხმარებოდით ამ ადამიანებს ბაღების დამუშავებაში სადაც ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით უპრობლემოდ გადავადგილდებით ამ ტერიტორიაზე ზუსტად 20 წუთში აღმოჩნდი თავის ადგილას, ანუ ხურვალეთის შესასვლელში, სადაც უკვე სრული მობილიზაცია დამხდა მთელი რეგიონის მთელი ალბათ საპატრულო ძალები და არა მარტო ყველა ძალოვანი სტრუქტურა იყო უკვე იქ შეკრებილი, მობილიზებული და ეგრევე მითხრეს რომ არ შეგიშვებთ შიგნით. მე ამ მომენტისთვის უკვე გავრცელებული მქონდა ქალბატონ ლუდას ინფორმაცია ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით და უკვე მე თვითონ ჩავრთე ლაივი. მე მინდა უკვე გადავიდე ზუსტად აი იმ კითხვაზე, რატომ შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რატომ საზოგადოების ერთი ნაწილი ვარ დარწმუნებული იმაში და ვიცით რომ რუსები იყვნენ შემოსულები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე და რატომ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება დაგვარწმუნოს იმაში რომ ყველაფერი კარგად არის. არაფერი კარგად არ არის ამ შემთხვევაში, მოდით აქედან დავიწყებ და იყო უმარტივესი გამოსავალი იმისათვის, რომ ეს სიტუაცია განმუხტულიყო ზუსტად 15-20 წუთში და ეს გამოსავალი იყო შემდეგი. როდესაც მე აღმოჩნდი უკვე ხურვალეთის შესასვლელთან, იქ ალბათ 5-10-15 წუთის ინტერვალით ჩამოვიდნენ ჟურნალისტები და ასე ვთქვათ, ჩემი ლაივი, ჩემი ასე ვთქვათ, გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთისთვის დეზინფორმაცია და ქალბატონ ლუდა სალიას სიზმრებზე აყოლა იყო მიზეზი, რომელმაც შექმნა ეს უზარმაზარი აჟიოტაჟი, ძალიან მარტივი იყო, რომ მოეკიდათ ჩვენთვის ხელი, ჩემთვის და რამდენიმე ჟურნალისტისთვის ხელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და თუ არავინ არ იმყოფებოდა ამ ბაღებში, უნდა მივეყვანეთ, ეჩვენებინათ ბატონებო, აი ახლა ნახეთ, აქ არავინ არ არის და ახლა სასწრაფოდ უარყავით ის დეზინფორმაცია, რომელიც თქვენ გაავრცელეთ, ვინაიდან პანიკა აქ ქვეყანაში, პანიკა შეიქმნა სინამდვილეში და პანიკა უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ არავინ ეს არ გააკეთა პირიქით, ჩაიკეტა ზონა და რამდენიმე საათის განმავლობაში სანამ რუსების გაყვანა არ მოხერხდა
იმ ტერიტორიიდან მანამდე არც ერთი ჟურნალისტიც კი არ შეუშვეს. რატომ? იმიტომ რომ ახო საკითხი ასე ჩვენ ვიცით რა ძალის წინაშე ვდგავართ, ხო? ხელისუფლების დადანაშაულება იმაში თუ კი ისინი შემოვიდნენ, ხო, რთული საკითხია. აქ არავინ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, ეს ყველას ჩვენი პრობლემა. ხო, თუ კი შემოვიდნენ და შემდეგ ხელისუფლება მოახერხა, რომ ისინი გასულიყვნენ იმ ტერიტორიიდან, რაში მდგომარეობს პრობლემა, რომ ეს საზოგადოებას უთხრა ისე, როგორც ეს იყო. მე აქედანვე მინდა პირდაპირ ეთერში გადაუხადო მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ რუსები გაეყვანათ და ეს ძალიან ეფექტურად გააკეთა სხვათა შორის. 3 საათი იმისთვის, რომ შემოსული რუსები გაიყვანო, რომლებიც შემოვიდნენ იმისათვის, რომ ეს ბაღები შეეღობა და მათ ეს ბაღები გააწკრიალეს, გაამზადეს, ასე ვთქვათ, ბორდერიზაციისათვის და ხელისუფლება მოახერხა, რომ ძალიან ეფექტურად ყველა ბერკეტის გამოყენებით რუსები აიძულა, რომ გასულიყვნენ. მე ვთვლი, რომ პირიქით ხელისუფლებას ეს არ უნდა დაემალა ეს ფაქტი, პირიქით უნდა ეთქვა, რომ დიახაც, ყველამ ვიცით, რომ უდიდესი მტერი გვიდგას და დგას ჩვენს წინაშე, ხომ? ხომ უნდა ეს არ გეტყვა სწრაფადვე ამის თქმა, ხომ არ გამოიწვევდა რაიმე სხვა პროცესებს იქ ან დაძაბულობას დამატებიც და ამისთვის შეიძლება აიღო ხელისუფლებამ თქვა ეს პაუზა. მე ხა რაღაც ლოგიკას ვეძებ და ამიტომ საკითხი ძალიან რთულია. ძალიან ისეთი რეგიონია, სადაც სიფრთხილეა საჭირო, შესაძლოა რაღაც ინფორმაციამ ცოტა სხვა სურათი მოგცეს შემდეგ. კი ბატონო, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამაზე თვითონ ხელისუფლებამ უნდა ჯერ დაადასტუროს ის და სხვათა შორის ქალბატონ ციხელაშვილსაც წამოწდა პირველ თავის პირველ კომენტარში, რომ რუსები იყვნენ და შემდეგ გავიდნენ და შემდეგ უკვე მოუწია თავისი პირველი კომენტარის ჩასწორება. გორის მერმაც აღნიშნა, რომ ნუ ხო შეეშალათ რა გავაკეთოთ, ხა 3 ნიღბიანი კაცი იყო, დადასტურება იყო. ამასთან ერთად ჩვენ გუშინ მოვიპოვეთ ფოტო მასალა, რომელიც 100%-ით ადასტურებს იმას, რომ რუსები იყვნენ შემოსული. ჩვენ ეს ფოტომასალა გავავრცელეთ, სადაც აღნიშნული არის და ალბათ ყველა ვისაც კი ქონია შეხება ხურვალეთთან პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ეცნოთ ის ადგილი ზუსტად დამერწმუნეთ, რომ ეს არის ხუროშვილის ეზო, გუცაევის ეზოს მიმდებარედ, სადაც დგანან შეიარაღებული რუსები. დავით, კიდევ დაგიბრუნდებით, მე გია აბაშიძეს მინდა ვკითხო, რა სახის პრობლემა იყო თუნდაც კომუნიკაციის ხელისუფლების მხრიდან რაღაც საკითხის ახსნის, აი თქვენ სად დაინახეთ აქ პრობლემა. გარდა იმ დიდი პრობლემისა, რომელიც გვიდგას ყველას, რომ რუსები შეიძლება შემოვიდნენ რაღაც ტერიტორიაზე და ახალი, ასე ვთქვათ, ეს საოკუპაციო ზოლი გაავლონ. ეს დიდი პრობლემა, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სად დაინახეთ პრობლემა. მოგესალმებით. მე უბრალოდ ქალბატონ ლუდასგან ვერ გავიგე, ზუსტად შეიძლება მე ვერ გავიგე, იქ ევროკავშირის დამკვირვებლებიც იყვნენ იმ მომენტში? კი. მათი მანქანებიც და უყურებდნენ ამ დაპირისპირებას, კი, მოშორებით იდგნენ, პოლიცია და კამერით ქართველი იღებდა თუ როგორ არა, რა თქმა უნდა, ერთი კამერა მუშაობდა, ქართულად დამელაპარაკა, რომ ხმადაბლა ილაპარაკეო, რო ისტერიკაში ჩავარდი და მე მომაძახა რო ჯდებოდა ჯიპში, ჩემზე მეტად გტკივა საქართველო. გასაგებია, მადლობა. ვახო რა არის იცი რომ მე რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ ნახეთ მხოლოდ მოკლე ტვიტერის განცხადება ტვიტერით ერიკ ჰოგის ევროკავშირის დამკვირვებლო მისიის სადაც მან თქვა რომ ბორდერიზაციის ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ცხადია ნიშნები არ არისო ხო და ჩვენ ასევე ვიხილეთ ბატონო დავითმა თქვა რომ ქეციხელაშვილმა თავიდან განცხადება ერთი გააკეთა და მე შეცვალაო ჩვენ ასევე ვიხილეთ ისიც რომ ჩემი განცხადება კონტექსტიდან ამოგდებულად გავრცელდაო ქალბატონმა ministrმა ასე თქვა ხო ანუ ეს უყურეთ საიტკენ მიყვარს სრულ არის აი დავაზუსტებ ამას გია აზრი არ გაგიწყდეთ არ გაგიწყდეთ აზრი ციხელაშვილის განცხადება იყო შემდეგ სრული ვარიანტიაო ეს ჩემი განცხადებისო თქვა რომ მე ვლაპარაკობდიო ამ გადაადგილებას საოკუპაციო ხას მიღმაო აქეთ არ ყოფილა აი ეს განმარტა და დააზუსტა მან შემდეგ ჩვენ გადაცემა მიდიოდა მაგ დროს და ზუსტად ამას ჩვენ აღწერთ ეხლა იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე ჩვენ არა გვაქვს წვდომა ოფიციალურ ინფორმაციასთან იმ გზნობიარე ინფორმაციასთან ჩვენ ვაანალიზებთ რაც მოხდა ვინ რა თქვა ხო ნუ ეხლა გორის მერმა რა თქვა მე ერთ ტელეეთერში თქვი რომ ჯობია ტრეინინგებზე ატარონ როგორია სახელმწიფოებრივი პოზიცია რომ გამოხატოს ხოლმე სწორად და რაღაცები არ წამოწდეს ასე თქვა ხო ანუ აქ ფაქტია რომ რაღაცა ნუ რაღაც
შეეშალა თუ ესე მოდიან არ მინდა დაკონკრეტება მე აქ სხვა რაღაც თქვა მინდა რომ როდესაც ასეთი სიტუაცია ხო 2008 წლიდან მოყოლებული 2011-დან დაიწყო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და მავთულ ხლართები ამ დროს უნდა იყოს გამზადებული საკომუნიკაციო ტექსტები ხო გამზადებული იყვნენ ადამიანური რესურსები ხო შესაბამისი სტრუქტურები და რომ გასცენ პასუხი რა ხდება ვაკუუმი როდესაც არის და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ყოველთვის ქმნის ეჭვების რაღაცა კონსპიროლოგიური თეორიების წარმოქმნის საშუალებას და ეს არის და ეს. აი რამდენიმე დღის შემდეგაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს მოხდა 15 მარტს, რომ ჩავეკითხოთ ერთმანეთს რა ახლა მაყურებელიც ამას უყურებს, ჩვენც უყურებს, სულ საკითხი გავარკვიოთ, მაგრამ რაღაცაირად გონია რომ ამდენი დღის შემდეგ საკითხი უნდა იყოს დახურული და უნდა იყოს პასუხი გაცემული. ასე იყო თუ ისე გაცემული, დიახ, რომ აღარ იყოს ეჭვები და რაღაც ვარაუდების აგების წყება, ხო? ამაზე მაგ გრიგოლ გეგელიას მინდა ვკითხო თქვენ გამოეხმაურეთ ამ ამბავს სოციალურ ქსელში, აი თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ საერთოდ ამ ამბიდან, აი ახლა რა დაინახეთ, რა იცით ამ რამდენიმე დღის შემდეგ? მოგესალმებით, მე ისე ვიცი, რაც ისეც ვიცოდი იქამდე, რომ ჩვენ ვარ შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც ელემენტარულად იმის აღრიცხვის საშუალება არ აქვს, შემოვიდა თუ არა ოკუპანტი უფრო მეტად, ესე იგი ჩვენს მიწებზე, ეს არის კატასტროფა მე მგონია და ნაცვლად იმისა ვლაპარაკობდეთ გაძლიერებაზე და ნაცვლად იმისა ვლაპარაკობდეთ განვითარებაზე, მათ შორის თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით ჩვენ ვლაპარაკობთ მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე, მათ ავკარგიანობაზე და დავდივართ წრეზე. აი ეს სახელმწიფო ვარ ჩვენ დღეს, რომელიც არავინ აი იოტის ოდენა ძალისხმევასაც კი არ იჩენს რომ განვითარდეს, რომ ფული ჩადოს განვითარებაში, ხო? აი რამდენი ადამიანთა მისობრი მაგალითად დიციდან, ხო? არ ვიცი ხურვალეთის კონტექსტი ისე კარგად არ ვიცი, მაგრამ აი დიციდან რამდენი ადამიანთა მისობრი, რომელიც ამბობს, რომ თავის ბაღებს ვერ წყავს და დაწურებული იგივე პრობლემა არის ხურვალეთშიც, ხო? ამდენი წლის თავზე შეიძლება რომ ელემენტარულად საირიგაციო სისტემა რქონდეს გაკეთებული, ხო? სარწყავი სისტემა, საუკეთესო სარწყავი სისტემა უნდა გვეყიდა აქამდე, ჩვენ გვქონდეს ელემენტარული ღირსება ამ ქვეყანაში და იქ უნდა დაგვემაგრებინა ზუსტად რუსების ცხვირ წინ. რომ გვეთქვა, არაფერ პროვოკაციულად განვითარების ენით გველაპარაკა, რომ ჩვენ აქეთ განვითარებთ ძალიან მაგარ სახელმწიფოს, რომელსაც მარტო დიდი შეკი არ უნდა იყოს, მართლა უნდა განვითაროთ, ახლა შოუ კი არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ რაღაც ღირსებას უნდა ვიჩენდეთ ჩვენივე ხალხის მიმართ. ადამიანები ხან როგორი დაგროვილი, ესე იგი, წყლით წავენ, ხარაშობენ და კიდევ იტაცებენ. მე ვიცნობ ერთ ასეთს, რომელსაც თავისი ბაღიდან რეგულარულად აგერ გუშინდელი შემთხვევა გვაქვს, როდესაც კიდევ ერთი ახალგაზრდა არის გატაცებული. ზუსტად, გუშინდელი. მე საუბარი მაქვს, თავისი ბაღის მორწყვის საშუალება რა აქვს ადამიანს და არა ისე ვთქვათ, შესაძლოა, არ ვიცი, გუშინდელზე ვერ ვიტყვი არაფერს, შესაძლოა ვთქვათ ვიღაცა გადავიდა სადღაც, მაგრამ მე საუბარი მაქვს ადამიანს, რომელსაც თავის ბოსტნიდან აგდებენ რეგულარულად, ხო? იმავე დროს ეს არის სახელმწიფო, სადაც თავდაცვის მინისტრს 3 წელსა და 4 თვეში აღებული აქვს 340,000 ლარი პრემია. მე როგორც კი რაღაცას ახსენებ, გიხსენებენ იმ წუთას, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული, ხო? ესე იგი, ისრაელმა, არ ვიცი, კომბოსტო და ვარდები მოიყვანა, ესე იგი, უდაბნოში და ჩვენ ფული არ გვაქვს, რომ 26,060 დინარის ფლობელ ქვეყანას, რომ დიცში მაგალითად იყოს საირიგაციო სისტემა, რომელთაც იამაყებდნენ ადგილობრივები, ხო, რომელთაც განცდა ექნებოდა, თუ სახელმწიფო გვაქვს. აი დღეს კითხვა მიჩნდება რეგულარულად, არა მარტო ამ მხრივ, არამედ სხვა მხრივაც, ბევრი სხვა მხრივაც, აი რას ნიშნავს ფრაზა, რომელიც პასპორტში წერია, ხო? ამ პასპორტის მფლობელს ფარველობს საქართველო. რაში მფარველობს, როდესაც 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მარტო ინდუსტრიული შრომისას, წარმოიდგინეთ, ხო? უფრო მეტი ვიდრე დაიღუპა რუსულ-ქართული ომისას. ახლა მშენებლობებს ვერ ვარეგულირებთ. აი ხა ორთაჭალაში იმ დღეს ამბოხდა, ხო? ესეც ამის ნაწილია, რომელი რუსისგან უნდა დავიცვა ჩვენ თავი, როდესაც ბადეები ვერ დავამაგრეთ კორპუსებზე. აი ეს ქვეყანა ვართ, ხო? როცა ხალხი ფეთქდება სახლებში, იმიტომ რომ ელემენტარული, ესე იგი, უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, ხო? ეს ყველაფერი შეუმდგარი სახელმწიფოს მრავალი სხვადასხვანაირი გამოხატულება. ჩვენ ამ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, ჩვენ იქეთაც უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ განვითარებაზე ორიენტირებული და აი ამით უნდა გავხადოთ ჩვენ თავი. დიდი მადლობა, ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, ეს არის ურთულესი საკითხი. შეიძლება რაღაც ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ, მაგრამ უნდა იყოს კარგად გათვლილი, შეიძლება უკუშედეგიც მოიტანოს. გულისხმობ საოკუპაციო ხასთან. მართლა ძალიან მძიმე საკითხი აქ. აი თქვი კიდეც ჩემ შესავალ სიტყვაში, რომ არანაირი გამზადებული რეცეპტი აქ არ არსებობს, როდესაც რუსული რეჟიმი არის ამ რეგიონში. აი რა გონიათ, რა შეიძლება იყოს სწორი პოლიტიკა აი ამ
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აი ამ საოკუპაციო ხაზთან, სადაც ყოველდღიურად პრაქტიკულად მოდის ძალიან ცუდი ცნობები, ხო? ახლა ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევა ჰქონდა აფხაზეთის მიმართულებას გულისხმობ, როდესაც 29 წლის ადამიანი დაიღუპა. მანამდე ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ბაშარული და ასე შემდეგ. თავწუხაროდ ახლა ჯერტი მინდა გამოეხმაურო რას რომ ითქვა აქ რომ აი თქვენც ეს წარმოაჩინეთ რომ ხელისუფლება ერთს ამბობს, ხალხი მეორეს, რატო არ ამბობს? არა, იქ მე რასაც უყურე, ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოვიდნენ და ისინი ამბობდნენ, ხო, რომ კი, მქონდა ეს კომენტარები ჩვენ, მაგრამ ბატონი ლუდაც ადგილობრივია. ბატონი დავითი იმ ტერიტორიაზეა. ადგილობრივი უნდა მოგეყვანათ ერთი, რომელიც იქ რაც იყო, რომელიც ამბობდა, რომ არ ყოფილა ეს კომენტარი ახლა გავიდა სულ რამდენიმე წუთის წინ ეთერში, ყველა სიუჟეტში იყო, მაგრამ ქალბატონი ლუდა აქ არის იმისთვის, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ეს ინფორმაცია. ხელისუფლების პასუხსაც მოვისმენთ ცოტა ხანში, ვფიქრობ, რომ ყველა სეგმენტია ამ წუთას. ძალიან სწორი დასკვნა გააკეთა ბატონმა დავითმა, რომ პირიქით მადლობა არის ხელისუფლებისთვის სათქმელი, იმიტომ რომ თუკი მართლა შემოვიდნენ და გადმოვიდნენ ისინი, ძალიან სწორად მოიქცა, რომ ჩაკეტა გზა და ხალხი არ მიუშვა იქ, რომ პროვოცირება არ მომხდარიყო. და უმოკლეს დროში რამოდენიმე საათში მოახერხა ის რომ ეს შემოსულები გაიყვანა უკან. და ნამდვილად ბატონო დავით გეთანხმებით არ მესმის მე ამის დამალვა. პირიქით ეს არის სატრაბახო ასე ვთქვათ რომ ბატონო აი პრობლემა წარმოიშვა და ესე უცბად ეს ძალიან რთული საქმეა სხვათა შორის ეს ადვილი არ არის რომ შემოსული რუსი გაიყვანა კი გეთანხმებით ამაში. რუსები სადაც შედიან ძალიან ძნელად გადიან მე იქიდან. ფაქტია ისტორიული ასე ვთქვათ და და ხო, ნუ არ მესმის მე რაში ჭირდება ხელისუფლებას ამის დამალვა. და აი ახლა როცა საუბრობთ რომ არ შემდგარი სახელმწიფო, მომობს რა, პირიქით ეს ფაქტი იმას მიუთითებს რომ სახელმწიფომ გამოიჩინა, ასე ვთქვათ, ოპერატიულობა აი ამ ამასთან დაკავშირებით. ახლა სამწუხარო რა არის, იცით რომ ნუ ახლა 80-იანი წლების ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში რაც მოხდა, რა? ხო? ნუ მოხდა ესეც რა თქმა უნდა რუსეთს ჰქონდა ყველა ბერკეტი მთელი საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათი ასე ვთქვათ პროვოცირები და მათი იმით მოხდა ის რომ დაიწყო ეს იგივე ყველაფერი ნუ არეულობა ყველაფერი რაც დაიწყო აქ ეს გამოსვლებიც ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ორია ესე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და აფხაზეთის წარმოქმნა რა ორი არაკონტროლირებადი ტერიტორიის საქართველოს მიწა-წყალზე. მაგრამ ამისა მერე ძალიან ნელა მართალია, მაგრამ ნაბიჯ საქმე მიდიოდა წინ და მიდიოდა უკეთესობისკენ. და მე არაერთხელ მithქვავს და არაერთ გადაცემაში მithქვავს, მე თვითონ ვიყავი 1999 წელს ცხინვალში, თავისუფლად შევედი, თავისუფლად გამოვედი ცხინვალშიც გავჩერდი, ეკლესიებზეც ვიყავი, მაჩაბლების რეზიდენციაშიც ვიყავი, თირში, ნიქოზშიც ვიყავი, თიღვაშიც ვიყავი და აბსოლუტურად დაწყნარებული წამოვედი, იმიტომ რომ საკითხი იყო უკვე მოგვარებული ფაქტიურად. მოსახლეობა დაბრუნებული იყო და სიმონ გამსახურდიამ ერთ-ერთ გადაცემაში დამიდასტურა, რომ მე 2002 წელს ვიყავი და ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო და ეგეთი მდგომარეობა იყო. უკეთესობა იყო აფხაზეთის მიმართულებითაც, ხო? 2003 წლამ ჩათვლით, ასე ვთქვათ, დაახლოებით 50000 თუ 60 გალის რაიონის მოსახლეობა დაბრუნდა და საუბარი იყო უკვე ოჩამჩირის რაიონზე, რომ იქ უნდა დაწყებულიყო დევნილების დაბრუნება და აი ამ დროს მოვიდა ახალი ხელისუფლება და აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკა და ურთიერთობა რუსეთის მიმართ. იმის მაგალითად რომ გაგრძელებულიყო ის პოლიტიკა, რაც მიდიოდა და აი ეს ნელ-ნელა და უკეთესობისკენ რომ მიდიოდა საქმე. წავიდა საქმე პირიქით დაპირისპირებისკენ, ლანძღვისკენ, რუსების სიტუაციის დაძაბვისკენ. მე არ ვიცი ახლა ეს მე მგონია რომ შეგნებულად გაკეთდა ეს. კი ბატონო, იყოს შეუგნებლად ეს პრობლემას არ ცulis სამწუხაროდ შეგნებულად. აი ახლა ამ რეალობაში ბატონ გიორგი. კი ბატონო. ამ რეალობაში რა არის? მე პირველ რიგში და ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი ღემანდელობის არის სწორედ ეს, რომ აფხაზეთი და შიდა ქართლი, რა, ეს მართლაც, რა ვიცი მე
ძირძველი ქართული ტერიტორია, სადაც უძველესი დროიდან მოყოლებული, როგორც კი ვთქვათ, ადამიანი დასახლდა იმ ტერიტორიაზე, ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, ქართველები ცხოვრობდნენ, ქართული სახელმწიფო იყო და ეს ტერიტორიები იყო ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. და დღეს ეს ჩვენ წართმეული გვაქვს ეს ყველაფერი, რა. პირველ რიგში მე პრეტენზია რაც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მაქვს აიმათი, რომ არაფერი არ გამოსწორებულა. რაც დრო გადის, ნელ-ნელა ეს დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ნელ-ნელა უარესდება და უარესდება მდგომარეობა. ცოტათი, მაგრამ უარესდება. ადრე არ იყო ეს ბორდელიზაცია, დაიწყეს ბორდელიზაცია და დაიწყეს ვატო. ეხლა იმ საზღვრებს, რაც შემოხაზეს თავიდანვე, ჩვენი ასე ვთქვათ ესეც, რა ვიცი მე, სიბრიყვა თუ დანაშაული, რომ ახალგორის რაიონსაც სამხრეთ ოსეთი დავარქვით, კოდორსაც აფხაზეთი დავარქვით და აფხაზეთი თუა და სამხრეთ ოსეთი თუა მოკიდეს ხელი და წაიღეს იცის იმ ფონზე რაც იქ ხდებოდა რა. თუ კი ჩვენ რუსეთთან, პირადად რუსეთთან არ ვაწარმოეთ მოლაპარაკება. ჯერ კი რამდენი ხანი იყო, 2-3 თვე იყო გასული, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი მეორე არხზე და იქ ვთქვი, რომ რამდენი ხანი გავიდა უკვე 2 თვე გავიდა და რა მოხდა, მე ვთქვი, რატო არ ხერხდება ის, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ჩვენსა და რუსებს შორის. საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც კი არ მომხდარა არც ერთი შეხვედრა რა. მაგრამ ასეთი პირდაპირ მოლაპარაკების დროს ბატონ გიორგი არ იქნება ძალიან დიდი საფრთხე, როდესაც ერთ-ერთზე რჩებით რუსეთთან, რომ ჩვენ იქ ვერაფერ შედეგს მივაღწიოთ, დავრჩეთ ასე, გამოეთიშოს ამას დასავლეთი და პირიქით კიდევ უარესი შედეგი მივიღოთ. ფორმატიც არის დასავლეთთან და როგორც არის დასავლეთი ჩართული იყოს. სხვათა შორის მთელი ამ წლების განმავლობაში დასავლეთიდან სულ გვეუბნებიან თქვენ ეცადეთ და იმუშავეთ იმაზე, რომ მოაგვაროთ რუსებთან ურთიერთობა. არა, ხო გვეუბნებიან ამას სულ. ასეთი სახით კი ბატონო, დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით, თქვენ დაელაპარაკეთ. ეხლა რაშია იცით საქმე? ვის ამ მოწონს, ვის არ მოწონს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მოცემულობა და ეს არის რეალობა, რაცშიც ვართ დღეს. ამ რეალობიდან გამოსავალი არის ის, რომ პირდაპირ მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეთ რუსეთთან. შემოვლითი გზებით არ გველაპარაკება, ხო ხედავთ არა? არაფერს არ აკეთებს. ვცადოთ რა ეს გზა, წავიდეთ მოლაპარაკებაზე, იქნება გამოვუთხოვნათ რაღაცა მოლაპარაკებით, ჩვენ დასასიკეთოთ რა. გასაგებია, კარგი, დიდი მადლობა ირაკლი ტაბლიაშვილს ხა ხელს. კი ბატონო, საღამშვიდობის, ხელს იწევთ და მეგონა რომ რაღაცის თქმას აპირებდით ისედაც, მაგრამ კარგი. აი ყოველდღიურად, როდესაც მოდის ცნობები, ჩდება განცდა მოსახლეობაში, ჩვენში ყველაში, რომ ჩვენ არ ვიცით რა ვქნათ. აქ გამოსავალი რა არსებობს თქვენი აზრით ამ სიტუაციიდან? ახლა ბატონმა გიორგი მახსენა, აი პირდაპირ მოლაპარაკება დავიწყოთ რუსეთთან, ნუ არის თუ არა ეს გამოსავალი თქვენი აზრით, ან რაში ხედავთ პრობლემის შემცირების, ანუ აქ თლიან მოგვარებაზე ამ წუთას ლაპარაკი არ არის, რომ ყოველდღიურად ადამიანებს არ იტაცებდნენ და ასე შემდეგ. აი ეს რომ შემცირდეს. პირველ რიგში თუ ნებას მომწევთ, მე მინდა მადლობა გადაუხადო კაბოტო ლუდას და მთელ საზოგადოებას ვუთხრათ პრინციპში, რომ არავითარი კავშირი თუ აღარ არსებობს, რეალურად კაბოტონმა ლუდამ თუ ის არ არის ჰოლივუდის რომელიმე ცნობილი სტუდიის სცენარისტი, არაჩვეულებრივად აღწერა და დაგვისაბუთა რეალურად რა ხდებოდა გუშინ თუ გუშინ წინ ხურვალეთში და კვლავ მინდა გავიმეორო, თუ მას არ იწევს ჰოლივუდის რომელიმე სტუდია, ამ შემთხვევაში ის მას უნდა ვენდოთ და ვთქვათ, რომ ის მოხდა, რაც მოხდა. აი არავითარი თუ აღარ არსებობს აქედან გამომდინარე. ეხლა მეორე. ჩვენზე რასაკვირველი არც ხელისუფლებას ვადანაშაულებ პირადად მე და არც საზოგადოებას და არც ერთ ჩვენგანს იმ აგრესიულ ქმედებებს, რომლითაც გამოირჩევა რუსეთი მოდი მაინც თქვათ 2008 წლიდან, თუ გნებავთ 90-იანი წლებიდან და თუ გნებავთ ბოლო 2 საუკუნეა. ნუ მაგალითად ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მავთულ ხლართები, რომელსაც ავლებს ის ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით და არც ერთი ჩვენგანი არ არის პირდაპირ მნიშვნელობით გიჟი, რომ მოუწოდოს ხელისუფლებას ცეცხლი გაუხსედი ახლა რუსეთს. ცეცხლი გაუხსედი ახლა რუსეთს და იქნება ამით როგორმე აღკვეთო, როგორც კი ამას გავაკეთებთ, ან გააკეთებს რომელიმე გიჟი ხელისუფლება
ხელისუფალი, ბუნებრივია ის არა მარტო ცენტრალურ ავტოგზაზე, ბანზე ჩამოვა, არამედ თბილისსაც აიღებს და ეს უფრო ძიმე შედეგით დამთავრდება. ერთადერთი ჩემი მოსაზრებით არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან და უფრო მეტად ძალიან უნდა გაააქტიუროს საკუთარი ანტისაოკუპაციო მოქმედებების საერთაშორისო ასპარეზზე და როდესაც ევროკავშირი მაგალითად რამდენიმე დღის წინანდელი სანქციები, ახალი სანქციების ტალღაა, ან შეერთებული შტატები უწესებენ სანქციებს რუსეთს, ამ სანქციების დაწესების მიზეზი უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უნდა იყოს საქართველოც. იმიტომ რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანს უნდა გქონდეს რწმენა და იმედი, რომ ოდესმე იქნება პირობითად 10 წლის შემდეგ, პირობითად 15 წლის შემდეგ, პირობითად 30 წლის შემდეგ დეოკუპაცია მოხდება როგორც ყირიმის ნახევარკუნძულისა, ისე საქართველოსი. და იმ 30 პირობითი წლის შემდეგ რუსეთი მოგვიტრიალდება და გვეტყვის, რომ კი მარა, მე ყირიმის ტერიტორია დავტოვე სწორედ იმ ზეწოლის გამო, რომელიც იყო დასავლეთის მხრიდან ჩემს წინააღმდეგ ყირიმთან დაკავშირებით და თქვენ არც ერთ რეზოლუციაში, არც ერთი არც ერთი სანქციის საფუძველში არ ფიგურირებთ და მე შენგან რატო უნდა გავიდე? დაახლოებით ეს იქნება მომავალი პუტინების, მომავალი ლავროვების, კარასინების, შოიგუების, სტალინების, ლენინების თუ ასე შემდეგ ის არგუმენტი 30 წლის შემდეგ. რუსეთთან მოლაპარაკება მე ისტორიკოს არ შევეჯიბრები თქვათ ესე ისტორიულ წიასვლებში, მაგრამ არც ერთი მოლაპარაკება, მათ შორის 1920 წლისა, ბატონო გიორგი, 7 მაისს მოგიხსენებათ, ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულება რუსეთთან და არასრულ ერთ წელიწადში აგე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სპეციალისტი გიზით თქვენგან ხელმარჯვნივ, არც ის ხელშეკრულება არ დაიცვა რუსეთმა. 1793 წელთან დაკავშირებით შესაძლოა თქვენოდენ არ ვიცი, მაგრამ კარგად იცით, რომ ჩვენ გავაფორმებთ გეორგიევსკის ტრაქტატი, მაგრამ ერთი წლის თავზე რუსეთმა უღალატა. მეფის რუსეთმა მაშინდელმა. ისტორიული თვალსაზრისით რუსეთი არის მზაკვარი სახელმწიფო, რომელიც მუდმივად ცდილობს საკუთარი ტერიტორიების გაფართოებას. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ჯერ ერთი აწარმოებს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი და ბიზნა ივანიშვილთან ჩუმჩუმად მიმავალი ზურაბ აბაშიძე ამ პირდაპირ მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატში კარასინთან, მაგრამ მწვანილზე უნდა დაწყებულიყო, უკაცრავად დავამთავრებ რა. მწვანილზე უნდა დაწყებულიყო, მწვანილის ექსპორტ-იმპორტზე უნდა დაწყებულიყო ეს მოლაპარაკებები და წარუმატებლად თუ წარმატებით დასრულდა და ეხლა ამ მოლაპარაკებების მიუხედავად მისი კოლეგა კარასინი მუქარებს სითვლის გვითვლის იქიდან, რომ ახალ სიურპრიზებს, რომელ ახალ სიურპრიზებს. ეს არის სახელმწიფო მე რიტორიკულად ვიკითხეთ ცხადია თქვენ ვერ გამცეთ პასუხს. ეს არის სახელმწიფო მზაკვარი, რომელსაც უნდა საკუთარი ტერიტორიების ან გავლენის სფეროების გაფართოება. ვერც ერთი ჩვენი საუკეთესო დიპლომატიც კი ვერ შეაჩერებს მის ამბიციას დამოუკიდებლად თუ დავსხდებით. ჯერ ერთი, მეორე, რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გახსნილია ორი საელჩო, ეს არის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონში და მანამ სანამ ორი საელჩო არის გახსნილი, მანამდე ლაპარაკი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ბუნებრივია არც პირისპირ მოლაპარაკებების დროს და არც უხსენებია ბატონ გიორგი. ფასილიტატორების მონაწილეობით არ შეიძლება. მესამე, რუსეთს აქვს თავარი პირობა შეაჩერეთ ამ ეტაპზე, აი დღეს 18 მარტს, შეაჩერეთ წვრთნები, რომელიც დაიწყო საქართველოში. შეაჩერეთ თქვენი მოძრაობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით. დაასრულეთ ლაპარაკი ამ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ასე შემდეგ თქვენს განვითარებაზე. დაასრულეთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ უნდა იყოთ ძლიერი სახელმწიფო. თქვენ ხართ შეუმდგარი სახელმწიფო, თქვენ ხართ შეუმდგარი საზოგადოება, თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც იყო ვასალი და ჩემეული ლოგიკა, რუსის ლოგიკით. მე ვუპატრონე ამ სახელმწიფოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და თქვენ უნდა იყოთ მუდამ მადლობელი ჩემი. ამას თუ არ აკეთებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ რუსები, ვართ მტრად მოკიდებულნი თქვენთან. და თქვენ მეუბნებით, თქვენ რა შუაში ხართ ბატონო გიორგი? საქართველოს ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლები მეუბნებიან მე და ეუბნებიან ახალგაზრდებს, რომ მოდით დასხედით და ილაპარაკეთ რუსეთთან. არ იქნება შედეგიანი ეს მოლაპარაკებები და არა მარტო არ უშედეგო იქნება, არამედ იქნება კონტრპროდუქტიული, როგორც იყო 1920 წელს, 1793 წელს და ბატონ გიორგის უნდა შევარდაძე უკაცრავად საშუალება ირაკლი, მოკლედ უნდა თქვა. შევარდაძეზე კარგი მომლაპარაკებელი არ იყო, დაგომისშიც ხდებოდა და მოსკოვშიც, მაგრამ შევარდაძე მას განიცადა ფიასკო, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეს. ბატონ გიორგი, თუ გსურთ გამოხმაურება, ბატონი
ირაკლის გამოსვლაზე დიახ. კი ბატონო, ხო, გასაგებია, მე უფრო მეტსაც გეტყვით ისტორიულად რუსეთთან რა ხელშეკრულებაც გაგვიფორმებია და რაც სიტყვიერი მოლაპარაკებაც ყოფილა. ეხლა უტრირებას არ ვახდენ, ნამდვილად არც ერთი არ შესრულებულა. აგერ გვაქვს ბოლოს 12 ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის ისიც არ სრულდება, ასე რომ მე მე-15 საუკუნიდან მოყოლებული გეუბნებით რაც ხელშეკრულება დადებულა, არც ერთი არ შესრულებულა რუსეთის მიერ. ეხლა იცით რა შეა საქმე? არც ისე დიდი ხნის წარსულია რა, ხო? 90-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისი და თვალსაჩინო წინსვლა იყო ამ მიმართულებით. იყო ხო ესე? 2008 წლის ომის მერე პატრიარქი თუ გახსოვთ იყო რუსეთში. იქ აურებს დაელაპარაკა და რა მოითხოვთ ხოლმე პატრიარქმა, რომ პერევიდან გაიყვანეთ ჯარი და ჩავიდა, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს უნდა და მიცვალებულების გამოყვანის საშუალება მოგვეცით, უფლება და საშუალება მოგვეცითო. და მოგწეს ამის საშუალება კიდევ კარგი და პერევიც იქნა დაბრუნებული. ისევ ჩვენი ხელისუფლების ისეთი აგრესიული რიტორიკის გამო ორ დღეში ის პერევიც აიღეს უკან. დასრულდა 2012 წელს ის ხელისუფლება. ეხლა ვილაპარაკოთ 2012-დან 19 წელია გასული. მოდით რა პატრიარქს ნუ გავეჯიბრებით რა არ ვეჯიბრებით, თუმცა მოგძალებიდი გაგახსენეთ ბატონო გიორგი, რომ პატრიარქმა ითხოვა რუსეთში ყოფნის დროს წირვალოცვის ჩატარების უფლება ბჭყალებში აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი რუსეთის პატრიარქი კირილი მას დაპირდა ამას, თუმცა საქართველოს პატრიარქი, რომელიც ხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია და რომელსაც არ მოიხსენიებს რუსეთის ხელისუფლება ამ ტიტულატურით, ამ წოდებით, ხელისუფლება კი არა, საპატრიარქო, ის არ აძლევს, ანუ რუსეთი არ აძლევს მას ამ გასაგებია, რეკლამის დრო გვიწევს, გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი ხელისუფლების წარმომადგენელიც შაგვერთვება სულ რამდენიმე წუთში და თითოეულ თქვენგანს კიდევ ექნება შესაძლებლობა აზრის გამოთქმის. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ვარ. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ ოკუპაციაზე. გადაცემის ამ ბლოგს დავიწყებთ პირდაპირ ჩართვით. ჩვენთან ხაზია თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა რომ გვერთვებით პირდაპირ. საღამოშვიდობისა ვახტანგ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქალბატონ თამარ, ჩვენი დისკუსიის პირველ ნაწილში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხურვალეთში განვითარებულ პროცესებს. რამდენიმე დღის წინ, თქვენ აი დღეს უკვე, რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა ხურვალეთში? ძალიან ბევრი თქვა უკვე ამასთან დაკავშირებით, მეც გავაკეთე კომენტარი. ფაქტი არის ის, რომ იყო ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ადგილობრივი მოსახლის მხრიდან, რამაც ბუნებრივია, რომ გამოიწვია ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, წუხილი, მაგრამ თავარი არის ის, რომ ინფორმაცია გადამოწმდა ძალიან სწრაფად. ოფიციალურმა სტრუქტურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს ფაქტი არ დასტურდება, არ დადასტურდა. შესაბამისად, განგაში საფუძველი არ არსებობს არც დღეს და არც არსებობდა არც იმ დროს, როცა ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა. იგივე დაადასტურა, იგივე ინფორმაცია, იმას დაადასტურა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ის ფაქტი, რაზეც საუბრობდა ეს ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომ თითქოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპაციის ხაზი გადმოკვეთეს და იყვნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე, ეს ფაქტი არ დადასტურდა. ქალბატონ თამარ, ეს ადამიანი, რომელზეც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, არის ჩვენ სტუდიაში, ქალბატონი ლუდა. ის მოყვა აქაც გადაცემის პირველ ნაწილში, მოყვა დეტალებში, რა დაინახა, როგორ დაინახა. დავით კაცარავა არის ასევე აქ, მანაც დაადასტურა ეს ინფორმაცია და იქ იყო ადგილზე. ფოტო მასალა გავრცელებული. აი ახლა როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე? ვის უნდა დაუჯეროს? აი დარჩით ჩვენთან თუ შეიძლება ქალბატონ ლუდას. ჩვენ ცოტა უხერხული ქალბატონ ლუდას 10
მიპასუხეთ და შემდეგ ქალბატონ ლუდას უნდა მივცე სიტყვა. დიახ, გისმენთ. მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში გეტყვით, რომ არ მქონდა შესაძლებლობა რომ მომესმინათ თქვენ სტუდიაში ამ დიალოგისთვის და სამწუხაროდ ისე გერთვებით, რომ ეს თქვენ რაზე ისაუბრეთ ჩემს ჩართვამდე, სამწუხაროდ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ხვდები რასაც საუბრობთ. მე მინდა ერთი რამე ვთქვა. პირველ რიგში ქალბატონ ლუდას ვეტყვი და ასევე ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ძალიან მესმის რთულ ვითარებაში. ის ადამიანები, ის მოქალაქეები, რომლებსაც განსაკუთრებით სიახლოვეს უწევთ საოკუპაციო ხაზის ცხოვრება, განსაკუთრებული ზეწოლის და წნეხის ქვეშ იმყოფებიან ყოველდღიურ რეჟიმში და ეს არის აუცილებლად ძალიან დასაფასებელი. მაგრამ ფაქტი არის ის და ეს დაადასტურდა. მე ხა არ ვიცი ქალბატონი ლუდა რა არგუმენტებით საუბრობს და რა დაინახა იქ და თვითონ ალბათ მეტყვის და მეც შევალ მასთან ამ დისკუსიაში, მაგრამ მე ვიცი ის რაც დაადასტურეს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც აქვს ოფიციალური მანდატი და ოფიციალურად ახორციელებს მონიტორინგს იმ მესმის ქალბატონ თამარ, შეგიძლიათ გითხრათ, რატომ იყო პოლიცია იქ იმ დღეს, აი ქალბატონმა ლუდამ თქვა, რომ პოლიცია და რუსი ოკუპანტები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და მაშინ როგორ მოხდა, რომ იმ სოფელში აი ესეთი სურათი დაინახა ქალბატონმა ლუდამ, ის აქ ყვებოდა, მესმის რომ თქვენ არ გისმენიათ, მაგრამ აი გეუბნებით ახლავე და იტყვის კიდეც თავად ცოტა ხანში. აი რასთან მქონდა მაშინ საქმე? შემოვიდნენ თუ არ შემოვიდნენ? თქვენ ამბობთ რომ არ შემოსულან ცენტრალური ხელისუფლების ეს დადასტურებულია, ვახო, ეს არ არის ასე ვთქვათ სპეკულაციების თუ შეფასებების საკითხი, ეს არის დადასტურებული. ხა არ მგონია რომ ეჭვი შეგვქონდეს ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც დასტურდება ორივე მხრიდან, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან, ხო? ეს ფაქტი დადასტურებულია. ხა რატომ იყვნენ იქ? იმიტომ იყვნენ, რომ თუ კი იყო ერთ მხარეს, ანუ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გარკვეული მოქმედებები, ბუნებრივია, რომ ამას მოყვებოდა გარკვეული დაინტერესება, რეაქცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად მხარეს განლაგებული სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამიტომ შეიძლება იქ ერთ მომენტში რაღაც დროს იყვნენ მესმის, აი რაც შეეხება ევროკავშირს, საოკუპაციო ხაზის ორ მხარეს ორი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის მისიამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ თქვა, რომ ცუდად გესმის ჩვენი ხმა. ქალბატონ თამარ, თუ შეიძლება მოვაგვაროთ ეს ტექნიკური. მე როცა ვსაუბრობ და გასაგებია მესმის, ვეცდებით რომ ეს მოვაგვაროთ, მათ თქვეს რომ ბორდერიზაცია და მისი ნიშნები არ შეინიშნებოდა, იქ არ არის ლაპარაკი იმაზე, იყვნენ თუ არ იყვნენ შემოსულები. ქალბატონ ლუდას მივცემ სიტყვას ახლა. ქალბატონო თამარ, მე თქვენთან ასეთი შეკითხვა მაქვს. მე რამდენჯერ გავავრცელე ინფორმაცია, არც ერთი არ იყო ტყუილი. გავავრცელე ინფორმაცია ჩემი ხანდაზმულთა თავშესაფრიდან, რომ მზარეული გაიტაცეს, დადასტურდა ინფორმაცია. გავავრცელე ინფორმაცია, ოთარ სამნიაშვილი რომ ხურვალითიდან გაიტაცეს, დადასტურდა ინფორმაცია. გავავრცელე ინფორმაცია, რომ კოშკურა ააგეს, გავავრცელე ინფორმაცია, რომ გადმოწიეს საზღვარი, ეს ყველაფერი ყოველთვის დადასტურდა. მე თქვენ გეკითხებით, მე გიჟი ვარ, მე რატო ამხელა რაღაცა რატო ვაკეთე მე რატო მე გიჟი ვარ ქალბატონო თამარ თქვენ მე რატო მაფურთხებთ სახეში მე სულელი ვარ როგორ მე თქვენ რატო ამბობთ რომ მე თქვენ რატო გაიგეთ ასე არ ვიცი იმიტომ რომ თქვენ გახართ სადაც არ ყოფილხართ არასდროს თქვენ სადაც არ ყოფილხართ არასდროს იქ იმაზე მეუბნებით რომ ის არ დასტურდება ყველაფერი დადასტურდა ყველაფერი გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურებმა იმუშავეს და მე მადლობას მეუბნები ყველას ვინც რუსმა რომელმაც გადმოდგა 10 მეტრით ნაბიჯი და დადგა ხურვალეთის მიწაწყალზე ყველა მიმუშავა რომ ის უკან გაბრუნებულიყო იმ სახამოს და ყველა ამხელა ამბავი გააკეთა ქვეყანამ და ყველა ამბობთ რომ არ ყოფილა როგორ არ ყოფილა მადლობთ ქალბატონო და მივცეთ შესაძლებლობა ქალბატონ თამარს მე მაქვს კი, არსებობს რამდენიმე წყარო, არსებობს მათ შორის ქალბატონი ლუდა, რომელიც იქ ცხოვრობს, აქვს პირველი ლადი წვდომა ამ ინფორმაციაზე. მე კიდევ ერთხელ უდასტურებ უდიდეს პატივისცემას ქალბატონ ლუდას, არ ვიცი რამ განაპირობა, ეხა ასე რატომ მომართეთ, მე მსგავსი არაფერი არავისთვის არ მიკადრებია ცხოვრებაში და მით უფრო თქვენს მიმართ მაქვს დიდი პატივისცემა, კიდევ გითხარით. უბრალოდ ეს არის ინფორმაცია, თქვენ იცით რომ საოკუპაციო ხაზი, ესეთი ფიზიკური
ხაზი, ფიზიკური რაღაცა ბარიერი არ არის და არ გვინდა რომ იყოს და არც უნდა იყოს. ასე რომ იქ ახლა შეიძლება რაღაცნაირად გარკვეული ასე ვთქვა აღქმის თემაც იყოს. მთავარი ის არის რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რჩებიან. ეს არის ძალიან საუბედურო. ამას მე გამარჯვების ტონით არ ვამბობ რომ ისინი საოკუპაციო ხაზის მიღმა არიან. ისინი იქ არ უნდა იყვნენ და საერთოდ რატომ არიან. მაგრამ ეს არის ძალიან საუბედურო სამწუხარო ჩვენი ქვეყნის რეალობა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული. სამწუხაროდ და საუბედუროდ. ანუ ეს არის ის ჩვენი მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ეხლა არის ამ ვითარებაში ძალიან საფრთხილო ეს განცხადებები, რასაც ვამბობთ, ყოველი სიტყვა, რასაც ვახმოვანებთ, რასაც ვამბობთ, იმიტომ რომ ამან შეიძლება რაღაც სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და ესკალაციას შეუწყოს ხელი. ეს რა თქმა უნდა არავის ინტერესში არ შედის, თუ შეიძლება დავამთავრებო ახო. ჩვენ პირველ რიგში გვაქვს ინტერესი ის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი საზოგადოების მშვიდობა და უსაფრთხოება და ეს არის უპირველესი ამოცანა. ამიტომ გაკეთდა მაშინვე განცხადებები, მე მესმის ქალბატონი ლუდასი, კიდევ ვამბობ ხა ძალიან რთულია ჩემგან, რომ ვამტკიცო, რომ ეს ასე არ ყოფილა, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ მეორე მხარეს არსებობს იქ ხო რაღაც კარი არ არის, სადაც ვიღაცა გამოვიდა, ხო? არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს, რომელიც კონტროლდება ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ჩვენი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმ მხარეს არ მომხდარა საოკუპაციო რეჟიმის ეყრდნობით ოფიციალურ ინფორმაციას, ოფიციალური გასაგებია. რა თქმა უნდა, მე დავით კაცარავაც ყავს, მოდი მასაც მოусმინოთ, შემდეგ რამდენიმე შეკითხვა მაქვს ასევე თქვენთან. მოგესალმებით, ქალბატონ თამარ, მე ვისმენდი ახლა თქვენს პოზიციას და სამწუხაროდ რაღაც ძალიან სტანდარტული შეფასებები გავიგე და რაც შეეხება კარებს და რაც შეეხება აღქმას საოკუპაციო ხაზის, არ ვიცი, ალბათ ნამყოფები ხართ თქვენ საოკუპაციო ხაზთან და იცით რაზე საუბრობთ, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვართ იქ. მე გეტყვით, რომ კარები ხურვალეთში არსებობს. კარები არსებობს იმ გამყოფ საოკუპაციო ხაზზე, რომლითაც შემოსაზღვრული არის ხურვალეთი და ოკუპანტები ძალიან ხშირად აღებენ კარებს და შემოდიან. ამ კარების მეშვეობით ისინი იტაცებენ ადამიანებს. კარგით, კარებს შევეშვათ, მე დავსვათ კითხვას. მე აგიხსნით, ქალბატონო თამარ. მე აგიხსნით ერთი წუთით, მე აგიხსნით თუ თქვენ შეეცადეთ ახლა გეთქვათ ქალბატონო ლუდასთვის, რომ მან უბრალოდ შეიძლება ვერ აღიქვა ის ადგილი, სწორად სადაც იყვნენ შემოსული რუსი ოკუპანტები, ანუ ქალბატონო ლუდა ვერ მიხვდა ეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია არის თუ არ არის. მე გეტყვით თქვენ და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ დისკუსიაში და ვისაუბროთ იმ ტერიტორიაზე. ის ტერიტორია და მე ვადასტურებ ამას, იმიტომ რომ მე მაქვს იმის უფლება, რომ ვისაუბრო საოკუპაციო ხაზზე საკმაოდ კომპეტენტურად და მე ვადასტურებ იმას, რომ ის ადგილი, სადაც შემოსულები იყვნენ, სადაც აღინიშნებოდა ეს მოძრაობა რუსი ოკუპანტების, არის საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ გადავადგილდებოდით. თქვენ ახსენეთ, რომ არ შეიძლება აჟიოტაჟის ატეხვა და ფაქტიურად მინიშნება, მიეცით, რომ ვაკუუმში უნდა მოვაქციოთ, მოვატყუოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი კარგად არის. მე გუშინ მოვიპოვე ფოტო მასალ დავასრულებ ქალბატონო თამარ. მე დავასრულებ იმ ფაქტით, არა რაიმე რაღაც ისეთი არგუმენტი, ფაქტით ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო მასალა, რომელიც გავავრცელეთ, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ რუსი ოკუპანტები დგანან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ ვიცი, ნახეთ თუ არა თქვენ ეს, მაგრამ აი ამასთან დაკავშირებით მაშინ მიპასუხეთ, რატომ თავს ვიბნავით და რატომ ცდილობთ, რომ დააბრმავოთ საქართველოს სრული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ქალბატონ თამარ შესაძლებლობა ის ჩართვაზეა და ამიტომ მოდით თუ გავაწყვეტინებთ. ქალბატონ თამარ, გისმენთ, ამაზე გვიპასუხეთ თუ შეიძლება, რაც ახლა ითქვა და შემდეგ კიდევ თქვენთან შეკითხვები. დიახ.
დიახ, რაღაცა დროში არის აცდენა და ამიტომ შეიძლება ბოდიშ გიხდით ამ ხარვეზისთვის თუ კი რაიმე ასეთი არის. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მithქვამს და არანაირი მინიშნება არ გამიკეთებია იმაზე, რომ საზოგადოება ინფორმირებული არ უნდა იყოს და ვაკუუმში უნდა იყოს და ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა იყოს. ეს არც ქვეტექსტი ყოფილა იმის, რაც მე ვთქვი და მით უფრო არც პირდაპირი ტექსტით არ მithქვამს. ხა, ამიტომ ეს მგონია, რომ ცოტა ზედმეტი იყო ამაზე საუბარი. ინფორმაცია უნდა იყოს, იქნება კიდევაც, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად დადასტურებული, ზუსტი, ისეთი, რომელიც სპეკულაციების საფუძველს აღარ შექმნის დამატებით და ისედაც დაძაბულ ფონს კიდევ უფრო არ დაძაბავს, ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო არ დაძაბავს და უფრო დიდ განსაცდელამდე არ მიგვიყვანს, ვიდრე ის მდგომარეობა, რაშიც ისედაც ვართ და რომელიც ისედაც განსაცდელია ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ მე მხოლოდ ამაზე მქონდა საუბარი და არაფერ სხვაზე. მე მაქვს ის ინფორმაცია, რომელიც მაქვს მიღებული სხვადასხვა წყაროებიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია დასტურდება მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიღებული ინფორმაციით, ასე რომ მე ახლა ქალბატონ თამარ, ასეთი შეკითხვა დამრჩა თქვენთან. ასეთი შეკითხვა დამრჩა თქვენთან, აი გუში მქონდა კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა გაიტაცეს სოფელ დიციდან, ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც მოხდა ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით. სხვა ფაქტების შესახებ, რაც წარსულში იყო, ცნობილია ისედაც საზოგადოებისთვის, თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო დონეზე იქნება თუ სხვა მიმართულებით, რა ფასს იხდის იმაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ასე კლავს, იტაცებს და სად არის გარანტიას კი არ გეკითხებით, რაიმე მექანიზმი იმის, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ამას, შევამციროთ მაინც ასეთი მდგომარეობა და საოკუპაციო რეჟიმს შეეშინდეს რაღაცის, რომ ეს არ გააკეთოს. მის არის ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა და არის საკითხი, რომელზეც ვზრუნავთ მუდმივად, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამ არსებულ ვითარებაში ვიფიქროთ. რა ბერკეტები გვაქვს იმ ძალიან შეზღუდული, ასე ვთქვათ, ბერკეტების ფარგლებში და იმ არსებული ვითარების ფარგლებში, რომელშიც ვიმყოფებით, რომ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და ვაიძულოთ, რომ შევაკავოთ, ასე ვთქვათ, და არ დაექვემდება, რომ ჩვენი მოქალაქეები მუდმივად აი ისეთ მოპყრობას, როგორთანაც ჩვენ საქმე გქონია სამწუხაროდ არაერთხელ, ხო, წარსულშიც, ეხლა უახლეს წარსულში, ასევე არის გატაცებული ადამიანი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ფაქტი და ძალიან მალე დაუბრუნდება ის თავის სახლს და გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომ მიდის ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს კონკრეტული პრობლემა. საერთაშორისო მექანიზმები, საერთაშორისო ბერკეტები არის ის ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი ალბათ ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ დამოუკიდებლად სამწუხაროდ აი ამ ზეწოლას რუსეთის მხრიდან ნამდვილად ვერ გაუძლებთ და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობით, მათი ჩარევით ჩვენ შესაბამისი ზეწოლა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმზე. ეს კეთდება განცხადებების დონეზე, რეზოლუციებში, შეხვედრებზე, მათ შორის დახურულ ფორმატებში, ასე რომ ეს არის ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეხლა ამაზე საკმარისად არის ეს მექანიზმი გამოყენებული, მუდმივად ხდება, მუდმივად ხდება. ის რომ მეტყვიან, რომ იცით რა არის, რას გვარგებს ჩვენ ეს რეზოლუციები, ხა მე ჩამოგიწვლით თუ გნებავთ, რამდენია მათ შორის ისეთი, სადაც სანქციებზე ვსაუბრობთ კონკრეტულად იმაზე, რომ კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი და დაგვეხმაროს საერთაშორისო საზოგადოება იმაში, რომ ამ პირების მიმართ კონკრეტული ღონისძიებები იყოს გამოყენებული, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები თუ ასე შემდეგ, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს ისი არ ჩაივლის უკვალოდ, რომ მათ ქმედებას ექნება კონკრეტული შედეგები და ისინი პასუხს აგებენ. თუ საქართველოს ვერ უზრუნველყოფს ამ პასუხისგებას, მათ სხვა მოსთხოვს პასუხს ამისთვის და საერთაშორისო საზოგადოებაც. აი ქალბატონ თამარ, აი მაგალითად გიგა 402-ას მკვლელთან დაკავშირებით რა ნაწილში გამოჩნდა, რომ ვინმე რაიმე პასუხი აგო, ან ვინმე მიიღო, ასე ვთქვათ, ზიანი საოკუპაციო რეჟიმის მიმართულებით. შეგიძლიათ აგვიცნოთ. ეს შეკითხვა. ჩვენ რა გავაკეთეთ ის, რომ ჩვენ კონკრეტული, ასე ვთქვათ, სანქციების მოთხოვნა წარუდგინეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ვთხოვეთ, რომ დაგვეხმაროთ იმაში, რომ ამ პირის მიმართ, რომელიც ცნობილია ყველასთვის და რომლის მიმართაც არ უნდა იყოს ესეთი რთული კონკრეტული
კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება მასთან და რუსეთი ყოველმხრივ ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. ეს ადამიანი შეყვანილი არის დამნაშავე კონკრეტულად ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაში. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც ფაქტები დადასტურდება და გვექნება საკმარისი მტკიცებულებები, რომ ბრალდება წარუდგინოთ კონკრეტულ პირებს, ეს სია არაერთხელ ითქვა, რომ არ არის დახურული, გაიზრდება და მას იქნება შესაძლებლობა, რომ სხვა ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში სხვა პირების მიმართაც გახდეს ჩანაწერი და საერთაშორისო ინსტრუმენტებში, საერთაშორისო ასპარეზზეც ნელ-ნელა ჩვენი პარტნიორები, ასე ვთქვათ, ამკვიდრებენ იმ პრაქტიკას, რომ მითითება გააკეთონ ამ სანქციებზე და შემოიღონ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, ბერკეტები და შეზღუდვები ამ პირების მიმართ. გასაგებია, თუ შეიძლება ერთი წუთით თქვენს ყურადღებას გვაქვს, რომ ეს იქნება საერთო ევროპული მიდგომა. დიდი მადლობა, ვიდრე დაგემშვიდობებით. ასახული არის ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კი ბატონო, ვიდრე დაგემშვიდობებით, ბატონ გიორგი ოთხმეზურს, ისტორიკოსს აქვს გამოხმაურება თუ შეკითხვა თქვენ მიმართ. შეკითხვა მაქვს. ახლა თქვენ საუბრობთ ქალბატონ თამარ და აქ ითქვა, რომ მაგალითად 15 წლის მერე იქნება 20 თუ 30 წლის მერე რუსეთი დააბრუნებს ყირიმს და ჩვენ გვეტყვის, რომ თქვენ იმიტომ არ გიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალს, რომ თქვენ არავითარ ნაბიჯს არ დგავთ ამ მიმართულებით, რომ არც ერთ საერთაშორისო რეზოლუციაში ეს ინფორმაცია, ეს არ არის სწორი, თქვენ იცნობთ საერთაშორისო რეზოლუციას. მე კი არ ვამბობ ამას, აქ ითქვა მეთქი მე. ქალბატონ თამარ, მე კი არ ვამბობ ამას და ამიტომ მინდა თქვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით, რომ აქ ითქვა, რომ ჩვენი თუ შეიძლება უკაცრავად ერთ თუთი, აქ ითქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით არაფერი არ კეთდება საერთოდ. არც ერთი რეზოლუცია არ არის და ამიტომ ამ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად, როცა იქნება ყირიმს რო დააბრუნებს, ჩვენ გავცემს ესეთ პასუხს და თუ შეიძლება გააგებინეთ საზოგადოებას რა და გაგვაგებინეთ რამდენი რეზოლუცია მაინც მიღებული და არის თუ არა ასეთი მდგომარეობა. გასაგებია, ქალბატონ თამარს მოусმინოთ. ქალბატონ თამარს. არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ეს თემა, სრულ მე მესმის და ხშირად მესმის და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის საწყენი ძალიან, როცა ესეთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ენას ძვალი არ აქვს და ჩვენი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, პარტიების წარმომადგენლები მხრიდან ეს კრიტიკა პირველად არ მესმის ძალიან, ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. რამდენიმე შემიძლია, ბევრი შემიძლია ჩამოგიტანოთ ყველა საერთაშორისო ძალიან ცოტა დრო დაგვჭა ჩვენ ერთმანეთთან სასაუბროთ. კი, ბატონი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც სიტყვებსაც დაეთნო, ბატონი გიორგი აქ არის სტუდიაში. უკაცრავად ვახო, აუცილებლად უნდა გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ივნისში მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები 10 წლის შემდეგ რუსეთის შემოჭრიდან. ეს იყო რეზოლუცია, რომელიც ჩვენი უდიდესი ძალისხმევით მიიღო ევროპარლამენტმა და პირველად მიიღო 10 წლის წინ მოხდა კონფლიქტი 2008-ში 9-ში, 10-ში, 11-ში კი არ მიუღია. პირველად მიიღო ესეთი რეზოლუცია ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით და ეს იყო ჩვენი უდიდესი ძალისხმევის შედეგი. ეს არის ძალიან მკაცრი რეზოლუცია და იქ საუბარი არის ყველაფერზე ღია ტექსტით, შეგიძლიათ ნახოთ რეზოლუციის ეს ტექსტი, მათ შორის სანქციების ნაწილზეც არის საუბარი. სულ ახლახან ევროპარლამენტმა ასევე მიიღო თავისი რეზოლუცია ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის, პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებზე, იქაც ძალიან ცალსახად წერია საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ევროპისთვის და ევროპული გასაგებია, რასაც ამბობ. ბატონი ირაკლი ტაბლიაშვილის ბატონი ირაკლი ტაბლიაშვილის გამოსვლას დაეყრდნო ბატონი გიორგი, რომელმაც ეს შეკითხვა დაგისვა და ბატონი ირაკლი დააზუსტებს ახლა თავად რას გულისხმობდა. გამომდის ქალბატონ თამარ, მე ერთის მხრივ პასუხი ბატონი გიორგისთვის და მეორის მხრივ თქვენთვის მე დაგიდასტურებთ კი არა, გეტყვით ამ თავითვე რომ არანაირი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არა ვარ. ну ბიოლოგიურად ესეა რომ ჩემს ენასაც არა აქვს ძვალი, გულწრფელად გეტყვით როგორც ამას გადატანით მნიშვნელობით ნოგაიგებთ რეალურად ესეა. მე გეტყვით რომ სულ 52 ჯერ იყო გამოყენებული 52 ჯერ იყო გამოყენებული სანქციები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ და აქედან უმრავლეს შემთხვევაში არ მინდა შემეშალოს და თუ გნებავთ დღეს მოგწერთ Facebook-ზე საღამოს როცა დავაზუსტებ, აქედან უმრავლეს შემთხვევაში თუ არ ვწდები 30 ჯერ ან 25
ზოგადჯერ საქართველოს რეზოლუციების საფუძველში არ ფიგურირებს და სწორედ ამას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც აწესებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, 82 დატუნაშვილის სიაზე პრაქტიკულად არ აქვს შენიშვნა. გეთახმებით თქვენს და პარლამენტსაც კარგი სია, კარგი რეზოლუცია, სწორია. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში საქართველოს არ არის გამოყენებული და გამოყენებულია სწორედ ყირიმი, რომ ყირიმი და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმდინარე პროცესები, რომელსაც ეყრდნობიან თქვენი და ჩემი დასავლელი პარტნიორები. ალბათ თამარ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ვიდრე თქვენთან კომუნიკაცია გაწყდება. ეს შემიძლია მოგწეროთ სია, და შემდეგ დაგემშვიდობებით. უნდა გიპასუხოთ ამაზე. ძალიან მოკლედ გეტყვით მხოლოდ ერთ ფრაზას გმართ მაშინ. აი იგივე ამერიკის შეერთებული შტატები რო ავიღოთ. როდის ყოფილა რომ ჩვენ გქონია ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო აქტში საქართველოსთან დაკავშირებით ისეთი ჩანაწერები, როგორიც ეხლა გვაქვს და მათ შორის სანქციების ნაწილში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები არანაირი წვდომა არავის არ ექნება ამერიკულ ფინანსურ რესურსებზე თუ ისინი საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს არ აღიარებენ. ესეთი ჩანაწერი არის უპრეცედენტო სრულად და ეხლა მოკლედ დროის გამო სხვა თემებზე აღარ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის, ასეთი გახსნილობისთვის, როდესაც სტუდიასაც მეც ერთდროულად გვესაუბრებოდით. გმადლობ თქვენ ამისთვის. თამარ ხულორდავა ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში. ჩვენ დავბრუნდით კვლავ სტუდიაში გია აბაშიძეს მინდა ვკითხო, აი ლაპარაკი იმაზე, რომ შეზღუდულია რესურსები ამ წუთას. მართლა ასია, ეს აბსოლუტური სიმართლეა, რომ რაიმე განსაკუთრებული ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთაშორისო დონეზე ამ მიმართულებით. არის თუ არა ეს საკმარისად გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან? საკმარისად არასოდეს არ იქნება, ბუნებრივია და ეს არის პროცესი, ხო? ქალბატონმა თამარმა სწორად მიანიშნა ამერიკის კონგრესის სხვა რეზოლუციებზე, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, შეიძლება ვისურვოთ კი არა, უნდა ვისურვოთ ამის მეტი ინტენსიფიკაცია, ხო? ასე ყოველთვის არ იყო, უნდა იყოს და ასე შემდეგ. მე შეკითხვა მექნება ბატონ დავითთან, ერთი შეკითხვა მაქვს. მან ახსენა, რომ თქვენ ხართ ბუნებრივია, ვიცით, რომ დამკვირვებელი ხართ იმ საოკუპაციო ხაზთან. აი თქვენ როგორც ერთ-ერთი აქტიორი, ასე ვიხმარ ტერმინოლოგიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, თქვენ გააქვთ მათთან ინტერაქცია, დამკვირვებლებთან, აწვდით ინფორმაციას, ისინი გვხვდებიან თუ აი როგორ შეგიძლიათ ეს თქვათ, თუ თქვათ რაღაც შეგიძლიათ რომ თქვათ. კი, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ რომ მათთან მქონდეს ურთიერთობა, თუმცა სამწუხაროდ თვითონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ესე ვთქვათ, ცოტა შორს იჭერს ჩვენგან მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მათ ძალიან კარგად ხედავენ, რამდენად აქტიურად ვართ ჩვენ ჩართულები საოკუპაციო ხაზთან, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ იქ პატრულირებთ და ძალიან დიდი მასალა გვაქვს დაგროვებული, თუმცა ისინი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ როგორც ვიცი, ისინი ხვდებიან ხოლმე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივებს ჩვენთან მიმართებაში, მათ არ ვიცი, გარკვეული, როგორ გითხრათ, დისტანცია აქვთ და ჩვენ ხوارებადებათ, მათ შეკითხვა რომ რაღაც გარკვეულწილად მათ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ მათ მანდატს, აი ხო არ არის ეს თქვენ როგორ შეგრძნება? ჩვენი მხრიდან მათი მანდატის მიმართ, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნები არ ჩნდება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს განწყობას და ჩვენს სურვილს, რომ ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები და სხვათა შორის მე აღვნიშნავ იმას, რომ და ეს ნამდვილად ესეა, ატოცს ვიტყვი, ატოცი, ეს არის ადგილი, სადაც სამოქალაქო აქტივიზმმა გააჩერა ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია. ეს დაიწყო 6 ნოემბერს და 7 ნოემბერს, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები ჩავედით იქ დიახაც შეწყდა ბორდერიზაცია და დღემდე არის შეჩერებული. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში იქ ვიმყოფებით, პატრულირებთ და არ ვაძლევთ რუს ოკუპანტებს რაიმეს საშუალებას, ანუ გულისხმობ ბორდერიზაციის გაგრძელების. და მას შემდეგ, რაც ჩვენ დიახაც იქ დავდექით, აი უკვე ამ შემთხვევაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მოუწია უფრო აქტიურად ჩართვა და ძალიან დიდ დროს უთმობენ ატოცს ისინი აქ ჩამოდგენ. აქტიურობებით გააქტიურდა ისინი გააქტიურდნენ.
მე პირდაპირ ვამბობ ამას და სხვათა შორის ვახსენებ ასევე ჩორჩანის ტყე გახლავთ ის ტერიტორია დაახლოებით 600 ჰექტარი მოდით პლუს მინუსებზე არ ვიკამათოთ ეს არის ტერიტორია რომელიც არ კონტროლდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ნიშნულები სადაც პატრულირებდნენ რუსები ეს გახლავთ ხაშურის რაიონის ტერიტორია რომელზეც რუსებს ჰქონდათ დამყარებული კონტროლი დღეს აი ამ ისევ და ისევ სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად მას მერე რაც ჩვენ დავიწყეთ იქ პატრულირება დიახაც მოხდა ის რომ აღსდგა კონტროლი და მას შემდეგ დაიწყო ევროკავშირმა იქ სიარული თქვენ მათთან გქონდეთ შეხვედრა ჩვენ სურვილი გვაქვს რომ ის უდიდესი მასალა რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაგროვებთ მივაწოდოთ მათ რომ გქონდეს ინტერაქცია მათთან იმიტომ რომ ჩვენი პრინციპია რომ ძალა ერთობაშია და დიახაც ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იქნება მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის და იმ მასალის გამოყენებისთვის რასაც ეხლა მე დავსვამ შეკითხვას და შემდეგ ამ შეკითხვას თქვენც დაგისვამთ, იმიტომ რომ თქვენი აზრი მაინტერესებს, იქ ახართ მუდმივად და ამიტომ, მაგრამ ჯერ ბატონ გრიგოლს, რომელიც ვთქვათ, აკვირდება ამ პროცესებს დედაქალაქიდან უმეტესად. აი, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლება? როცა ჩვენ ვამბობ და ეს ძალიან გულზე ხვდებათ ადამიანებს, ხო, როდესაც ირაკლი კვარაცხელიას ამბავს მოისმენენ, როდესაც გუშინ დიციდან გადაცებულს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიებია სინამდვილეში და ჩდება შეკითხვა რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? აი რა ბერკეტი აქვს მას? საერთაშორისო დონეზე ერთი აგერ ილაპარაკაგია, მაგრამ აქ ადგილზე რაიმეს არასწორად აკეთებს თქვენი აზრით? რა რესურსი აქვს იქ საოკუპაციო ხაზთან? ეს კარგი შეკითხვაა ძალიან. პირველში ჩვენ არც ერთი ექსტრემი არ გვჭირდება, არც თქვა ეს გულზემჯიღისცემა და იქ შევარდნა და ეს რაღაცა ნიშნებით გაყრა და ეს დისკურსიც არის სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამაზე ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რუსეთი ერთ თავარ ინტერესს ემსახურება, რომელიც არის რომ საქართველოში იყოს ქაოსი, იყოს დესტაბილიზაცია და რომ ჩვენ გადავუხვიოთ ჩვენ საგარეო კურსს. ეს ცხადზე უცხადესია. მეორე, დიახ, მე მგონია სახელმწიფო არ აკეთებს ადეკვატურ საკმარის, ხო? ადეკვატური რაოდენობით ქმედებები არ არის. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ არის იქ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლზე ვთქვათ კამერები, უფრო მეტი სახელმწიფოს კამერები. მე პატივს ვცემ ყველას კერძო ძალისხმევას. არ არის, აი უკაცრავად იქ გვაქვს გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ ხელისუფლების სხვადასხვა ასე ვთქვათ სამართალდამცველ და სპეცსამსახურებს შორისა და IUM-ს შორის რომ გარკვეული შეზღუდვებია საქმიანობასა, ტექნიკასა და აქტივობებს შორის. ეს არის 2008 ანუ შეიძლება სადღაც არ გქონდეს უფლება ხელმოწერილია, ოღონდ ჩვენ არ ვიცით შინაარსი. აი ეს უბრალოდ შეგახსენეთ. ხო, ანუ ბევრი დეტალი ჩდება. კი, რა თქმა უნდა, მე ტექნიკურ დეტალებზე მე ვერ ვილაპარაკებ, ამაზე სუსმალ ვილაპარაკოს, მაგრამ შსსთანაც არის თავდაცვასთანაც და ბოლოს სუსთან არის 15 წელს. კი, მაგრამ მე არ ვთვლი სახელმწიფო აკეთებს საკმარის და მე რო ვიყო ამ წამს სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრელი მიმართულებით, მე ზუსტად იქ დავაყენებდი CCTV კამერებს, იმიტომ რუსებს ყოველმეორე ბუჩქზე უყენიათ და მაგიტომ არის რომ ეს ადრე იციან. თუმცა რუსებმა არ მოაწერეს ხელი ჩვენს მსგავსად აი იმ ხელშეკრულებებს, ტექნიკურ ხელშეკრულებებს, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ. ჩვენ კეთილინება იყო ჩვენი თავი. და ვალდებულებაც რომ აიღოს, დია, ვიცით რომ ვალდებულებაც რომ აიღოს, შეუძლია არ შეასრულოს, იმიტომ რომ არასრულებს არც ერთ ვალდებულებას ეს კიდე სხვა საკითხია, რომელ ვალდებულებას ასრულებს რუსეთი. დიდი პრობლემა. ანუ კამერები, ნახეთ აი კამერების თვალწინ მოკლეს გიგა 4-ზორია. კი, რა თქმა უნდა, რუსეთი მაინც და პასუხი ამაზე არავის არ უგია. კი. ანუ კამერების ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, აი, როდესაც ხელისუფლება ვარ, მე მართლა ძალიან მაინტერესებს. აი, თქვათ, ხელისუფლება ვარ, ვიღაც გაიტაცეს გუშინ დიციდან, ვიღაც სხვა ადგილიდან, ხო? ჩვენი მოქალაქე. აი, რა უნდა გავაკეთო ამ დროს? ეხლა დავასრულებ თუ შევა თქვენ ებართით მაქსიმალურად ლაკონიურად. მე მაინც იმაზრზე ვარ, მაინც ვიტყვი კამერებს, იმიტომ რომ ძალიან ღრმად წამს რომ ჩვენ იქ უნდა გქონდეს მეტი presence, რასაც ქვია, მეტი გამოჩენა, მე მგონია რომ მეტი პატრული უნდა იყოს ადგილზე. ეს არანაირი პროვოკაცია არ არის, საქართველოს მიწაზეა საუბარი. ეს არ უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული ტიპის, რაღაცა შეერაღებული, რაღაცა ვთქვათ, ესე იგი შეხვედრები, არა
არა, მაგრამ მე მგონია უნდა იყოს მეტი ბლოკპოსტი, მე მგონია რომ უნდა იყოს მეტი კამერა, ისევე როგორც რუსებმა ყოველთვის იციან, თქვათ, როდის ქართველი როდესაც გადადის, ხო, თქვათ, ბევრად უფრო ადრე იციან რომ ვიღაცა გადავიდა, აი მაგისტრალიდანაც კი წარმოიდგინეთ, ხო? თბილისის ენაკის მაგისტრალიდან, ხო? აი დიდი მაგისტრალიდან. მაგიდან რომ გადახვალ ძალიან მალევე ზოგ მონაკვეთში ისინი გადმოვლენ შუაში და გეტყვი რომ წადი უკან, ხო? იმიტომ რომ აკონტროლებენ, ხედავენ, ხო? ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია სახელმწიფოზე, მე ვიმეორებ ძალიან შორს ვარ ნებისმიერი ტიპის რაღაცა გულზე მჯიღისცემისგან და ვაიპატრიოტიზმისგან, ეს არის საშიში, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ეროვნული ღირსება იმ დონეზე, რომ ვიცოდეთ, სად მოდიან, სად არ მოდიან, რომ აი მე არ იყოს ესეთი განხილვა მართლა თქვენ თქვის არ იყოს, რამდენიმე დღის თავზე არ გქონდეს განხილვა, მართლა იყვნენ იქ თუ არა. ეს ერთი, ეს უფრო ტექნიკური მხარე, ასე თუ ვიტყვით. მეორე, აი დღეს ჩავერეთ სწორედ ხურვალეთთან, სანამ ამ გადაცემაში მოვიდოდი 1 საათით ადრე, კიდევ ერთხელ უყურებდი და კიდევ ერთხელ წმუნდებოდი, რომ ეს ბლოკპოსტი არის აქეთ გზისკენ და ჩემთვის გაუგებარია აქეთ რას აკეთებს, აქედან საფრთხე არ არის, მაგისტრალიდან არ არის საფრთხე ნამდვილად. მეორე მხრივ გრიგოლ, აი ძალიან ახლოს ერთმანეთთან შეიარაღებული რუსები და ვთქვათ ქართველი სამართალდამცველები, ეს შესაძლოა იყოს პრობლემის წყარო. იმისთვის რომ რაღაც გართულება მოყვეს, თქვენ ხო ხდებით შეიძლება შეკრულებები ხელმოწერილი. არა, ეს ერთი მე არ მგონია მოყვება, მე არ მგონია, აი დავაცვლა შესაძლოა მოწინააღმდეგე ხარ აი ნახე დაგე რაღაცა მე თუ აქ ვზივარ თქვა, ხო და სოფელი იქეთ არის, ხო და ვაკვირდები, ხო? თუ ეხა მე მაქვს ბრძანება რომ შევიდე შეღებულ კონფლიქტში რუს სამხედროსთან, იმ 100 მეტრს გავივლი თავისთავად, ხო? 100 მეტრი ხარ შემიშლის კონფლიქტი, თქვა არ დავიწყო თუ ისროლება. ამ ჩვენ უნდა გავცეთ ძალიან მკაცრი და ნათელი დირექტივა, არავით არის შეღებული, ესე იგი, შეტაკება რუსებთან, მაგრამ იმავე დროს ჩვენ იქ უნდა გვეყენოს ძალოვანი უწყებები იმისათვის, რომ ქართველებს ცხრებივით არ იტაცებდნენ. იმიტომ დღესაც ხდება, უკვე ეს არის მართლა ადამიანების ცხრებივით მოტაცება. აი ახლა პროდიუსერი მეუბნება, რომ ადამიანი, რომელიც გატაცებული იყო სოფელ დიციდან არის გათავისუფლებული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც ეს დაადასტურა. პირველი ახლა თქვენ ერთს დავამატებ კიდევ. აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესპექტში ძალიან კარგია და მადლობა ყველა უწყებას ამისათვის და ყველას ვინც ამაში ზოგადად შეიტანა წვლილი და კიდევ ერთ დავამატებ თქვენებართვით. ნუ ლობირებაზე უკვე ითქვა, საერთაშორისო ლობირებაზე უკვე ითქვა. ერთად ეს დავამატებდი კი, არის გარკვეული პროგრესი თქვა იქ რაღაც ხელშეკრულების დონეზე, მაგრამ საქართველოს გაქრა აი ამ ბოლო წლებში საერთაშორისო დღის წესრიგიდან. მე თვითონ ვიყავი უამრავ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც საქართველოს საკითხი არ ჩანს ფიზიკურად. აი ნახეთ ციტირებენ თქვა უკრაინულ შემთხვევას, იქ მოლდოვაზეა საუბარი როდინდელზე, ხო? ქართული შემთხვევა არ არის დღის წესრიგში. ეს არის შესაძლებელი. აი მაგალითად პარლამენტს შეუძლია რომ საერთაშორისო კონფერენციები ალობიროს და მოაწყოს. ხო, იქიდანაც ძვირფასი დარბაზები, გაუშვას საუკეთესო მეცნიერები აქედან, იქაური საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა რომ უმაღლეს მწვერვალზე ავიდა და სამთავრობო კომისია იყო შეგრძნილი. კი, რაღაცას ვთქვათ, რაღაცას ვერ, მაგრამ პროგრესი ბევრია შეიძლება. მეტი ლობირება კი, მეტი ლობირება გჭირდება და ბოლოს აუცილებლად უნდა დავამატოთ ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი საკითხი ყველა მიმართულებით პოლიტიკის. აი ერთი მნიშვნელოვანი განზომილება გავიწყდება მთელ ამ განხილვაში ესეთი შაბაშტება მაქვს. აი ზოგადად როცა ტერიტორიების დაბრუნებაზეა საუბარი, ხო, მიწის დაბრუნებაზეა ძალიან ხშირად საუბარი და ხალხის განზომილება გავიწყდება ხოლმე. სიბრალში ხალხი არის უმთავრესი და ამ შემთხვევაში ჩვენ ხალხზე მაქვს საუბარი, ეთნიურად არ მაქვს საუბარი, ამიტომ ყველა ხალხზე, ყველა ადამიანზე, მოქალაქეზე, ვინც იქიდან გამოდევნილია, რამდენი პოლიტიკოსი დაინტერესდა ეს ხალხი როგორ ცხოვრობს, რას ჭამს, ზოგს გველები და ხვლიკები შედის სახლში, ხო, ზოგი გალოთ და დეპრესიით. არის უდიდესი გაჭირვება, არ არის არანაირი განსაკუთრებული ყურადღება ამ ხალხის მიმართ გამოჩენილი. აი როგორ უნდა უთხრა იქეთ, გინდა ოს და გინდა აფხაზს, რომ შენ უნდა დამიბრუნდე მე, როდესაც შენ თვითონ შენ ხალხს არ უვლი ადეკვატურად. აი ეს ამბავი არის აუცილებლად. აი ერთხელ ახლა მახსენდება, როდესაც დიციდან მქონდა ჩართვა, აი თქვენ ახსენეთ კიდეც თქვენს წინა გამოსვლაში წყლის პრობლემა იყო, იქ მიწის რეგისტრაციის პრობლემა იყო და ამ შემდეგ რაც თითქოს არ უნდა იყოს ასეთი რთული. ადვილი მოსაგვარებელი უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ კი ნება არსებობს. და ნება არ ამგონია, ნება ალბათ არსებობს ამის. სხვა ლოგიკას ვერ ხვდები, რატო არ უნდა იყოს ნება, ხო, რომ იქ რაღაც ამ ხალხს უნდა აჩვენოს სახელმწიფომ, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ გასაჭირს, ძალიან დიდ გასაჭირს, რომ ყველაზე კარგი სარწყავი სისტემა აქვს, ყველაზე კარგი გზები აქვს და ყველაზე კარგი სახლები. დიდი მადლობა, აი დავით კაცარავას მინდა დაუსვა ის შეკითხვა, რაც გრიგოლსაც დაუსვით. თქვენ ადგილზე ხართ, თქვენ იქ ხედავთ ყველაფერს, აი მე თქვენ გკითხავთ ახლა ამას პირდაპირ. რას აკეთებს ხელისუფლება
იკითხება არასწორად. რაიმეს არასწორად აკეთებს, რაიმე სხვა რესურსი ამ წუთას აქვს, რომ ასეთი ფაქტები არ გქონდეს. თქვენ ხო მოდით სიმძიმე ამ პრობლემას უკვე ძალიან ახლო. გამოვედით ახლა ხურვალეთის თემიდან და განვაზოგადოთ ახლა ეს პრობლემატიკა. ჩვენ ბატონ გრიგოლს და უსმენდი ახლა და ძალიან გამეხარდა, როდესაც კამერებზე ისაუბრა. ჩვენ ეს პროექტი მომზადებული გვაქვს უკვე, კამერების პროექტი. და რამდენჯერ შევთავაზეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩავერთვებოდით ამ პროექტის მომზადებაში, განხორციელებაში, მოძრაობაში და ასე შემდეგ. პროექტი ფაქტიურად გამზადებული არის, მაგრამ სამწუხაროდ ამის განხორციელება გადადებული არის, არ ვიცი, როდის განხორციელდება. არადა ეს პროექტი აუცილებელია, იმიტომ რომ ის 418 კილომეტრი საოკუპაციო ხაზის ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ დიდ წილად მაინც საჭიროებს უფრო მეტ კონტროლს. მოდით ესე ვიტყვით. ის პოსტები ატოცის შემთხვევაზე ვიტყვი და ეს არ არის ბუნებრივია ყველგან ასე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როგორც ატოცში, უახლოესი საგუშაგო საოკუპაციო ხაზიდან მდებარეობს 10 კილომეტრში. ეს მშრალი ფაქტი არის. სოფლები ეს მოდით გავსვათ პირველი ხაზი რომელიც მდებარეობს საოკუპაციო ხაზის მიჯნაზე შედგება დაახლოებით 60-მდე სოფლისგან 60 სოფელი ემიჯნება საოკუპაციო ხაზს ამ სოფლებში ყველგან ამყოფები ვარ და ძალიან კარგად ვიცნობთ ყოფას რა ყოფაც არის გზები კატასტროფულ მდგომარეობაში ფაქტიურად 80% მოსახლეობას მოუხსნეს სოციალური დახმარება მაშინ როდესაც ეს ადამიანები თქვენ უბრალოდ უნდა ჩახვიდეთ ადამიანებო, ჩემო მეგობრებო და ხელისუფლების წარმომადგენლებო და დაელაპარაკოთ და იაროთ ოჯახებში, რომელიმე არჩეულ ოჯახში არა ბატონებო. და თქვენ უბრალოდ უნდა განიცადოთ ის, როდესაც ეს მაცხოვრებლები 5 ლარს როგორ ანაწილებენ, რას ნიშნავს მათთვის ეს სოციალური დახმარება და დიახაც 80% მოსახლეობას ბოლო 3 წლის განმავლობაში მოეხსნა სოციალური დახმარება. წყლის პრობლემა არის ფაქტიურად ყველგან და ეს ხალხი აი ამ 55 პლუსით სოფლის მაცხოვრებელი მე აღარ ვსაუბრობ მეორე და მესამე რიგის სოფლებზე მე პირველ ხაზზე ვსაუბრობ ცხოვრობს კატასტროფულ მდგომარეობაში ინფრასტრუქტურა მოშლილი და არანაირი ხელშეწყობა ამ ადამიანებს არ აქვთ აი ეს არის დიახაც უპირველესი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელი არის და დიახ გასაზრდელი არის საპატრულო ეკიპაჟები. თუ კამერებს არ ვაკეთებთ, მაშინ გავზარდოთ ეკიპაჟები. გავაკეთოთ კამერები, შეუქმნათ განსაკუთრებული პირობები ამ ადამიანებს, დაუნიშნოთ პენსიები, დავაინტერესოთ ეს ადამიანები, რომ სოფლის მეურნეობა განავითარონ, დავეხმაროთ სხვადასხვანაირად და ეს სხვადასხვანაირად, ეხლა ამას რო გავყვე ძალიან ბევრ დროს წავიღებ. არა და ზუსტად ვიცი ეს სხვადასხვანაირად რას ნიშნავს. აი ხლა თქვენ დავით მსჯელობთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. რაც ეხება კამერებს, თქვათ იქ ეკიპაჟების გაზდას, მე რა მაინტერესებს იცით, აი თქვენი პირადი შტაბ-შტილება სახელმწიფოს მხრიდან თქვენი მოძრაობა როგორ არის აღქმული? აი თქვენ რას გრძნობთ, რა შტაბ-შტილება გრჩება? თქვენ მათთვის პრობლემა ხართ თუ პირიქით? იცით რა, მე არ მინდა ვიფიქრო რომ ჩვენ პრობლემა ვართ. თუმცა ვიგრძენით ხურვალეთის შემდეგ სერიოზული შემოტევა მართული ტროლების, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მომხდარიყო ჩვენი ანტისოციალური ყოველდღიურ ურთიერთობაში გეკითხები. ყოველდღიურ ურთიერთობაში მე რჩება შტაბ-შტილება, რომ თქვენ მათ ხელს უშლით რა? მე შემიძლია ვისაუბრო, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ძალიან კოორდინირებული და მე მინდა ვთქვა რომ ეს კოორდინაცია რომელიც ჩვენ შორის არსებობს ჩვენსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ან პოლიციას იმ დანაყოფებს შორის რომლებიც იქ არიან მე ვთვლი რომ ეს კიდევ უფრო გასაძლიერებელია თუმცა ის რაც დღეს არის ეს უკვე ძალიან პროდუქტიულია ზუსტად ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ბარიკადების ერთ მხარეს ვდგავართ რომ ძალა ერთობაშია ბატონებო აი ამაში არის საქმე მე
ყველა ჩემს პირდაპირ ჩართვაში ყოველთვის მადლობას ვუხდი იმ პოლიციელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან, ჩემთვის ისინი მართლა გმირები არიან და სამწუხაროდ მათზე არ კეთდება გადაცემები, თუმცა გადაცემები მათზე არის გასაკეთებელი. ეს არის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იქ და ქალბატონი ლუდასი არ იყოს, რომელმაც როდესაც რუსებთან პირისპირ ისინი ჩვენს კონტროლებაზე იდგნენ ჩვენი პოლიციელები თვალში გაყრილი, ეს ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც იქ არიან. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ, შემდეგ გვექნება შემაჯამებელი სიტყვები. ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყებთ მომდევნო ბლოგს და თითოეულ თქვენგანს მივცემ შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ იმაზე, რაც ახლა დავითმაც თქვა, გრიგოლმაც თქვა, თუ კი ჩვენ რაიმე გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ, რატომ არ კეთდება იქ თუნდაც ის ელემენტარული, ხო, როცა გზა იქნება თუ წყალი იქნება და როცა ასეთი ვითარებაა, რა პერსპექტივა გვჩება საერთოდ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო დასკვნითი შემაჯამებელი ბლოკით. ახლა რამდენიმე წუთს მივცემ თითოეულ სტუმარს იმისთვის, რომ თავისი შემაჯამებელი სიტყვა თქვას. ბატონ გიორგის მივცემ სიტყვას თავდაპირველად. ბატონ გიორგი, წინა ბლოკში ლაპარაკი იყო იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ინტეგრაციის პროცესისთვის. აი თქვენ როდესაც გაიხსენეთ, რომ წარსულში ძალიან ახლოს იყო ეს პროცესი, მოსახლეობა დაბრუნებული იყო და შემდეგ. ახლა სრულიად სხვა მოცემულობა გვაქვს, ძალიან რთული, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობები არ უნდა შეწყდეს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მაინც ყველანაირად. რა უნდა გაკეთდეს იმ ფონზე, როცა ლაპარაკია, რომ იქ საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფლებში ელემენტარული პრობლემებიც არ არის მოგვარებული თუნდაც. კი ბატონო, რომ რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ აკეთებს იმას, იმ მაქსიმუმ რაც საჭიროა. აი ხა მოიხსნათ სოციალური დახმარება. როდესაც ასეთ რეგიონში ცხოვრობს ხალხი, იმათ პირიქით რა, სხვაგან თუ თქვა 50 ლარია დახმარება, იმას 100 უნდა კონდეს. სხვაგან თუ 100-ია, იმას 150 და 200 უნდა კონდეს. და აი ხა სწორედ შესვენების დროს იქ საუბრობდით, ხომ არის მთის შესახებ კანონი არა და მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლებისთვის არის რაღაცა დამატებითი პრივილეგიები გამოყოფილი. აი ესევე უნდა იყოს ამ ხალხისთვის გამოყოფილი და ისინი უნდა გრძნობდნენ ყოველ დღიურ კი არა, ყოველ წუთიერ ყურადღებას სახელმწიფოსგან. რას ქვია, ის ირიგაციის სისტემა და ის კი არა, ყველაფერი უნდა მოწესრიგებული იყოს იქ მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში. ახლა მე თუ მგიხავთ რა, იქ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არც ჩვენი პოლიცია არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს ქმნის იქ პროვოკაციის შესაძლებლობას. იქით ამ მხრიდან, მეორე მხრიდან. პროვოკაციის შესაძლებლობას. რეალური დახმარება იმ ევროკავშირიდან იქნება, ევროსაბჭოდან თუ ამერიკიდან თუ ვისგანაც გნებავთ, იქნება ის რომ აი ეს ინტენსიური მოქმედება და მოძრაობა იყოს მათი სადამკვირვებლო მისიების იქ. და იმათი თანდასწრებით უკვე პროვოკაციას ისინი ვეღარ გაბედავენ და ვეღარ გააკეთებენ ამას. და რომ მოგვარდეს ეს საკითხი საერთოდ რა. ამისათვის აი ხა კიდე გავიმეორეთ, რა პოლიტიკა გვაქვს ჩვენ რა არჩეული, რომ ესე იგი რა გამოდის, რომ არც საკითხის მოგვარების, პრობლემის მოგვარების არსებობს ორი გზა სოფლიოში ესეა რა, ან მოლაპარაკება, ან ომი, ხო? ჩვენ გვაქვს არც ომი, არც მოლაპარაკება. ნუ მაშინ რითი ვაპირებთ და რა გზით ვაპირებთ ამის მოგვარებას და ერთი რამეა ისიც რომ არც ერთი სახელმწიფო თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ ნაბიჯს არ გადადგამს. და აი ხა თელმამ სოფლიო მისის დაფიქსირებულია რომ გიგა 402-ას მკვლელი ის არის მკვლელი პირდა, ხო? არა? დავაქციეთ ქვეყანა ტატუნაშვილი ერთი თვე გვამი არ გადმოგვცეს, ხო? არა? ესე იგი შესაძლებელია რაღაცა, ხო? აი ეს არის რა. შესაძლებელია რაღაცა რა. და გასათვალისწინებელია ის რა გამოცდილებას ჩვენ გვაქვს. რითიც მივახციეთ და აღარ მინდა ხა გამეორება, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ეხა სხვა სიტუაცია, ბევრად უფრო მძიმეა, მაგრამ დროც სამწუხაროდ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. აი ამაშია საქმე რა. იგივე იმ ტერიტორიაზე რაც წაღებული აქვს და რა, თქვა იგივე იმ აფხაზეთში, იგივე ცხინვალის რეგიონში, თუ
თუ ჩასახლდებიან იქ და დაიკავებენ იმ სახლებს და იმ ტერიტორიებს და ბაზები თუ გაშენდება იქ და ესე იქნება ვიღა დაბრუნდება მე და ვიღაც დააბრუნებენ თუ 30 წლის მერე უკვე 2 თაობა და 3 თაობა რო გამოიცვლება იქ წლების მერე მე ეტყვი იმას რომ შენ ახლა ადექი წადი აქედან ჩემი ბაბუა ცხოვრობდა აქ და ახლა წადი აქედან და ამიტომ აი ამაშია დიდი მადლობა ირაკლი ტაბლიაშვილს ვთხოვ ირაკლი საერთაშორისო მიმართულებით თქვენი აზრი თქვით მათ შორის დისკუსიის რეჟიმთან პარლამენტის წევრთან აი ადგილობრივ დონეზე აქ რა შეიძლება გაკეთდეს კი ბატონო უკაცრავად ერთ წელს ვთქვი რომ ამიტომ მარტო საერთაშორისო თანამეგობრობაზე დაყრდნობა არ არის საკმარისი გასაგებია ირაკლი კეთილი არც ერთმა ჩვენგანმა საბოლოო ჯამში არ ვიცით რომელი რეცეპტი რომელი წამალი იქნება ეფექტური იმისთვის რომ ჩვენ მივახციოთ ჩვენ სტრატეგიულ ბიზანს ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციას და რუსი ოკუპანტების გათრევას უკაცრავად ზმისთვის ამ ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე ყველაფერი რასაც ჩვენ ვიტყვით ან სხვები იტყვიან დეპუტატები თუ რიგითი მოქალაქეები არის მხოლოდ და მხოლოდ თეორიული მსჯელობა. ერთი ჩემი მოსაზრებით რაც უნდა გაკეთდეს ადგილზე ან მთლიანად ქვეყანაში ჩვენ როგორღაც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს მოინდომოს და მოახერხოს ევროკავშირის მისიის მანდატის გაფართოება რომელიც მათ მისცემს მეტი მონიტორინგის შესაძლებლობას ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მიღმაც, ანუ იქითა ტერიტორიაზე, ეგრეთ წყალებში იქითა ტერიტორიაზე, რომ მათ კარგად გაიგონ რა ხდება შუაგულში ოკუპირებული ტერიტორიებისა, ცხინვალში, სოხუმში, მაგალითად. მეორე, ცხადია, კამერები, ტექნიკური აღჭურვა, სოციალური დახმარებები, ამ ადამიანებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა. ქუთაისში იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტი და მოდი ვიყოთ გულწრფელები და ქალბატონმა თორდავმაც საკუთარ თავს კითხოს, სულ მინიმუმ რამდენჯერ გაუვლიათ ამ დეპუტატებს გორის მიმართულებით თბილისიდან ვიდრე გორამდე, ან გორიდან ვიდრე თბილისამდე და რამდენჯერ გადაუხვევიათ მაგალითად ატოცის კენთუ ხურვალეთისკენ არც ერთხელ. უმრავლესობა მათგანს ეხა ყველას რო არ დავაბრალოთ და ეროვნული სულისკვეთების მედეგობისა და წინააღმდეგობის გაძლიერებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მაინც და მაინც არა ის რომ მორიგეობა დააწესონ დეპუტატებმა სოფელ თუ ოჯახ, არამედ ის რომ მათ ხშირად მიაქციონ ყურადღება ადამიანებს, გაამხნევონ ადამიანები, უთხრან ამ ადამიანებს, რომ ჩვენ საქართველოს არჩეული პირები, დეპუტატები ვართ თქვენ გვერდით და არა გვჭირდება ცოტა დრო არა, შეიძლება დიდი დრო დაჭირდეს დეოკუპაციას, მაგრამ ჩვენ ვართ თქვენ გვერდით და ვიქნებით ყოველთვის. საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობაზე ვილაპარაკობთ, ცხადია გულისხმობთ ფორუმებსაც, გაეროს ტრიბუნიდან დამთავრებული, დაწყებული ყველაზე უფრო პატარა ტრიბუნიდან დამთავრებული, მაგრამ მათ შორის მედიის ყურადღებასაც გია ვკითხავ მე, არ მინდა შემეშალოს, მაგალითად პირობითად New York Times-ში, Washington Post-ში ან კონტინენტური თუ არაკონტინენტური ევროპის რომელიმე წამყვან გამოცემაში. რამდენი ხანია არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს კალბატონ თოლორდავას კითხავ უკაცრავად ვკითხავ მართალია ცალკარში გამომდის ახლა ესე და მომიტევოს მან მაგრამ რამდენ ჩვენგანს არ უნახავს New York Times-ის კრებსითი New York Times-ის სტატია აგვისტოს დღეებშია სამწუხაროდ ხოლმე აგვისტოს როცა იხსენებენ ამის არადაოსა დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას გეხსოვებათ ყველ თქვენ რომ New York Times-ში ჩანართიც კი დააფინანსა ოდესღაც ამ რამდენიმე წლის წინ და კიდევ ალბათ თავარი შეიძლება თეორიული და შეიძლება რიტორიკული პოეზიას აქვს თავისი პოეტი პოლიტიკას აქვს თავისი პოეზია ან პოეზიას აქვს თავისი პოლიტიკა ავს თუ ავი არ უწოდე კარგ სახელად რა დავარქო ამბობს გურაბიშვილი თუ ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება საქართველოს ხელისუფლების უკლებრივ ყველა წარმომადგენელს რომ ავი ანუ მტერი არის რუსეთი რომელსაც ეს თეორიაა ცხადია, მაგრამ ეს არის მემკვიდრეობით გადასაცემი ის მესიჯი გზავნილი, რომელიც მომავალმა თაობამ უნდა აიტაცოს და როცა იქნება დეოკუპაციისას, უნდა იცოდეს, რომ მათი მშობლები ბატონი გიორგი, ბაბუის დოლაკაცი, მე მამის დოლაკაცი და ასე შემდეგ ვიბრძოდით ამ სახელმწიფოს თავისუფლებისთვის. თავისუფლება არ იყიდება, ეს სამწუხაროდ ამბივალენტურ, გაორებულ, ხშირად კონიუნქტურას მორგებულ, სხვადასხვა
მიწიერი სიამეებით ნასაზრდოებ ქართულ ხელისუფლებას არც ერთს და განსაკუთრებით დღევანდელს ეს გასიგრძეგანებული არ აქვს. გასიგრძანებული რადგან არ აქვს, აქედან გამომდინარე გამოზდის მას უნდა თუ არ უნდა მსახურება ირიბი, მისთა გაუცდო მისთა, ვიტრო არა გაცნობიერებული ისე მსახურება რუსეთის ხელისუფლებისა. აი ეს არის და ეს რაც მინდოდა. გმადლობთ ქალბატონ ლიუდას მოусმინოთ. გადაცემა ალბათ დასასრულისკენ მოდის და მე მინდა ასეთი შეკითხვა დავსვა. ერთი შეკითხვა მაქვს. მე რადგან სიზმრები მესიზმრება მაქვს თუ არა უფლება კიდევ დამესიზმროს, როცა ახლა გაგრძელდება ის ბორდერიზაცია, რომელიც გარდაუვალია და რისთვისაც სიდგნენ ის რუსები იმ დღეს, მე ძალიან მარტივად და მოკლედ აგეხსნით რა მოხდება აწი. ის იმ დღეს, სადაც იდგნენ 15 მარტს, იმის გასწვრივ წავა ორჭოსნისკენ გაიყვანენ, რა გააკეთა, მათ უნდათ კომფორტი. შემოვლითი გზით მიდიოდნენ ორჭოსნის ბაზაში, სამხედრო ბაზაში. რამოდენიმე დღეში იცოდეთ, დაიწყება ბორდერიზაცია, აი ხურვალეთის ბაღებით, მოსახლეობის ბაღებზე გაიყვანენ, წაფართმევენ ისევ ხურვალეთის მიწას, გაიყვანენ გზას, გააბამენ მართულხრაც, რომ მშვიდა და წყარად ძალიან კომფორტული და მოკლე დროში ერთი ბაზიდან მეორე ბაზაზე გადაადგილდნენ. აქვს თუ არა ლიუდასალიას უფლება, რომელიც არის მეზღაპრე, აქვს თუ არა უფლება ვიტოვებ თუ არა მე თქვენ გეკითხებით ყველას ვინც ახალ მე მაქვს თუ არა უფლება რომ კიდევ მოყვე ეს სიზმარი და აი თქვენ რომელიც იქ ცხოვრობთ რას ელოდებით ასეთ შემთხვევაში ანუ ერთი ელოდებით იმას რომ ეს გაგრძელდება მაგრამ რას ელოდებით ხელისუფლების არაფერს არ ველოდები და ვერაფერსაც ვერ იზამს იქ ვერ მოხდება ინტერვენცია სამხედრო წარმოუდგენელია ესეც უნდა ხო ამაზე არ ვსაუბრობთ არანაირ სამხედრო უკვე და დამთავრებულია და ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ის ტერიტორია სხვა დროის ამბავია კი რა თქმა უნდა გააწევინეს იმ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრი იმუშავეს ესენი გაწეულიყვნენ და არ გამოჩენილიყვნენ მაგრამ იმ ბაღებზე მაინც იქნება ეს ბორდერიზაცია წავა რადგან კომფორტი გაიკეთა რუსმა ოკუპანტმა ოჭოსნიდან სხვა მეორე ბაზამდე ღრდულეთამდე იაროს ძალიან მოკლე გზით გავამხრებოთ ქალბატონ ლიუდა თქვენ გაქვთ ვალდებულება ქალბატონ ლიუდა ჩვენ ვიქნებით მადლობელნი იმისთვის რომ თქვენ ამ ეგრეთ წოდებულ ზღაპრებს მომავალში თუ ესეთი რამე მოხდება მოუყვებით საქართველოს საზოგადოებას დამოუკიდებლად იმისა კრიტიკოსები ჩემი ავანგარდობით თუ არიერგარდობით თუ დეპუტატის თუ ვინც იქნება რას იტყვიან თქვენთან დაკავშირებით ამის მიუხედავად გთხოვთ რომ გვიამბოთ ეს ეგრეთ წოდებული ზღაპრები კი ბატონო ბრძანეთ ბატონ გიორგი შემდეგ ბატონ დავით კაცარავა ხედავთ რაშია საკ აი რა მდგომარეობაში ვართ რომ ერთი მხრივ ხადაგებთ რომ ჩვენ მაგას საერთოდ არ უნდა დაველაპარაკოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და აი ამ იმაში უმოქმედობაში შეიძლება ასე ითქვას მივედით იქამდე რომ იმას კი აღარ ვსაუბრობთ რომ რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ოკუპირებული ტერიტორია დავიბრუნოთ ის გვაწუხებს ახლა და იმაზე ვართ რომ კიდე ახალი არ მიიტაცონ და არ წაიღონ რა და ეს არ ქმნის უკვე იმის პირდაპირ აი არ არის ნათელი გამოხატულება იმისი რომ შესაძლებელია აბსოლუტურად ეს პოლიტიკა რა დღეს არის ამ საკითხთან ხო მაგრამ ბატონო გიორგი თქვენ უარესობისკენ შეცვლას გთავაზობთ რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებას და თქვენ ისტორიკოსმა კლავ მინდა გაგიმეოროთ თქვენ ისტორიკოსმა არ ვიცი მეთქი გიპასუხეთ თქვენ ისტორიკოსმა ჩემზე კარგად იცით ის რომ გამოცდილება ისტორიული ამ ქვეყანას ამ ქვეყნის საზოგადოებას კარნახობს რომ არანაირი მოლაპარაკება რუსეთთან პოლიტიკურ საკითხებზე ახლა აბაშიძეს რამდენიც უნდა იმდენი უვლია პრაღაში ქინცსა და ოხრახუჯის ასაუბროთ მაგრამ არანაირი გამოცდილება არადაილი მოლაპარაკება რუსეთთან ეგ ფორმატის გასაბიამურებელი არ არის ეს რა ხო ნუ დამთავრდა როგორც ჩავიტანეთ ეს ოხრახუში ბატონო კარგი დავით კაცარავა თუ შეიძლება დავით სანამ მე ვიტყოდი ქალბატონ ლიუდას მინდა რაღაც დავამატებინო მას ამის სრულიად კი ბატონო მოკლედ უნდა ბრძანოთ ძალიან ხო აღარა ხდება რომ ჩამოდიან ჟურნალისტები სოფელში აი 15 მარტიდან გამომდინარე ურთიერთსაწ ეძებენ ისეთ რესპონდენტებს რომლებიც სულ სხვას ამბობენ
არის სხვა რომელიც სიმართლეს ამბობს, მე ხდება ჟურნალისტები გადიან, მიდიან, ხდება ისედაც დაძაბულ და გაუბედურებულ სოფელში მეზობლების ერთმანეთზე დაპირისპირება. როგორც მე გამეკეთეს, რომ მეზობლი რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, მე სულ 3 წლის ჩასული ვარ ხორვალისში, ყველა მიცის რომ სოხუმელი ვარ და დავბრუნდი სოფელში, რომ ჩვენ უკვე ერთმანეთს დაგვაპირისპირა. იმ ხალხს ალაპარაკეს, რომ მე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო რაღაცაზე, მან გამოიწვია, ის სხვას ლაპარაკობს ის სხვას და სოფელი ერთმანეთს გადაკიდეს და ძალიან მხოლოდ ყველა ჟურნალისტს, ყველა ტელევიზიას რომ არ მოხდეთ ზოთა თავი შეიკავონ იმისთვის რომ რაღაცა გაიტანონ ინფორმაცია და რაღაცა გაუშვან ტელევიზიაში. ჩვენ მე ვრჩებით მეზობლები ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის პირისპირ და ჩვენ ერთმანეთი უნდა იმის ნაცვლად რომ გავიტანოთ ჩვენში შუღლი ჩამოაგდეს ჟურნალისტებმა. ძალიან სამწუხაროა და აი კიდევ გეტყვით ჩემსას, აი აქ სწორედ საინფორმაციო აი ამ საკითხში, როდესაც რაღაც ხდება, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ინიციატივა და აუხსნას საზოგადოებას, რომ არ დარჩეს ვაკუუმი, როდესაც ვაკუუმი რჩება, ის ყოველთვის რაღაცით ივსება, ჟურნალისტმა შეიძლება ვიღაც ჩაწეროს, შემდეგ მეორე ადამიანი ჩაწეროს, მაგრამ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ასე დროს მსგავს ინფორმაციაზე, რომ არ დატოვოს არანაირი შეკითხვა. რაც შეეხება საკითხს, რომელიც თქვენ თქვით, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას ამგვარ პრობლემებს მეზობლებში ადგილი არ ექნება, მე მხოლოდ ეს შემიძლია ახლა ვისურვო. დანარჩენი რაც შეეხება ინფორმაციას, ასე დროს ყოველთვის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. დავით. მე მინდოდა რაღაც შედარებით ზოგადი დასკვნა გამეკეთებინა, თუმცა მოვისმინე ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, იდეები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ბოლოს გადავწყვიტე, რომ დავბრუნდე და დავასრულო ჩემი გამოსვლა დღეს იმით, რითაც დავიწყეთ გადაცემა ხურვალეთით. და დიახ, მე დავეთანხმები ქალბატონ ლუდას, ეს ბუნებრივია, ჩემი სუბიექტური შეფასება არის, თუმცა ვაძლევ თავისუფლებას, რომ ეს შეფასება ხმამაღლა გავაჟღერო, ვინაიდან საკმაოდ დიდი ინფორმაცია მაქვს და ამ ინფორმაციას დაყრდნობით ვისაუბრებ. დიახ, მე ვეთანხმები ქალბატონ ლუდას, რომ ძალიან დიდი ალბათობით ღმერთმა არქნას ბუნებრივია და ნეტა შევცდე, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ უახლოეს დღეებში განახდეს მოდით მე დავარქმევ ინტერვენცია. ეს არის ინტერვენცია, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ოკუპაცია. რუსები შემოვლენ და გაავლებენ მავთულხლართებს ბატონისაშვილის და ხუროშვილის ეზოში. ზუსტად იქ, სადაც ისინი იდგნენ. სურათი, ფოტოსურათი გავრცელებულია, ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩემს Facebook გვერდზე და ეს სურათი დაათვალიეროთ. ეს იქნება აუცილებლად. მე აქ უბრალოდ ვიტყვი და ბატონ გიორგის უბრალოდ ერთ რაღაცაში არ დავეთანხმები და ეს არის ის, რომ პოლიციის და სამოქალაქო აქტივისტების ადგილი არ არის საოკუპაციო ხაზზე. მოდით ვისაუბროთ მაშინ ამაზე, რომ ეს ადგილი არ იქნება იქ, მაშინ როდესაც რამე უფრო ეფექტური ხერხი იქნება. მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის ალბათ მაინც ძალიან ეფექტური არ არის სამოქალაქო აქტივიზმს გულისხმობ, ვინაიდან გამეორდები ატოცში აჩვენა სამოქალაქო აქტივიზმმა და ჩორჩენაში, რომ მას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაშინ როდესაც სამი კომპონენტი ერთდება. ეს არის სამოქალაქო შეიძლება იყოს პროვოკაციის წყაროც მეორე მხარისთვისო, გამოყენებულიო ბატონმა გიორგიმ თქვა და ამ ნაწილს პროვოკაციის წინაპირობა აქ არჩენს, მაშინ როდესაც სამი შემადგენელი ნაწილი დგება მავთულხლართებთან და გულისხმობს სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ისინი ღირსეულად და ყოველგვარი პროვოცირების გარეშე უკვე 22 თვეა ყოველდღიურ რეჟიმში პატრულირებენ და აჩვენებენ შედეგს და ატოცში შეჩერდა ბორდერიზაცია. მაშინ როდესაც აი ამ ასე ვთქვათ კომბინაციაში ძალიან დიდი როლი აქვს პოლიციას, რომელიც იდგას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. როდესაც ეს სამი კომპონენტი იქნება, დამერწმუნეთ, რომ იქნება ის იარაღი, რომელიც რუს ოკუპანტს სერიოზულ შეფერხებას უქმნის და დავასრულებ აქედან უბრალოდ მოუწოდებ თელ საზოგადოებას. იყავით ძალიან ყურადღებით, ვინაიდან თუ რუსები შემოვლენ და დაიწყებენ ხურვალეთში მიწების დამატებით ოკუპაციას, მხოლოდ და მხოლოდ აი დღეს საზოგადოება შეძლებს იმ აჟიოტაჟის, იმ ყურადღების მიპყრობას ამ პრობლემისადმი, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას მისცემს იმ ბერკეტს, რომ რუსები გაათრიოს დიდი მადლობა, ძალიან ცოტა დრო დაგშა. მინდა შეკითხვა დაუსვა. კი ბატონო, ბრძანეთ, შემდეგ ბატონი გია აბაშიძე და გრიგოლ გეგელია. ბატონო დავით, ეხლა თქვენ ამბობთ, რომ
შემოვლენ აუცილებლად და გავლებენ და დასაწყისში ამ გადაცემისა თქვით რომ დიდი მადლობა ხელისუფლებას რომ ესე ოპერატიულად მოიქცა და შემოსულები გაიყვანა და თუ გაიყვანა და თუ კი შეძლო ეს ხელისუფლებამ გუშინ წინ რატო ვერ შეძლებს თქვა 3 დღის მერე მაგალითად ხო რატო არ გაგიჩნდათ ეს იმედი არა მე პირიქით აი თქვენი საუბრიდან გამომდინარე რომ არაფერი არ ყოფილა კი არა ყოფილა თურმე შემოსულან და დიდი მადლობა ხელისუფლებას რომ ეს ოპერატიულად გადაწყვიტა ეს საკითხი. ეხლა ამბობთ რომ 3 დღის მერე რომ შემოვლენ და 1 კვირის მერე რომ შემოვლენ ხელისუფლება არ გააკეთებს ესე იგი იგივეს არ გააკეთებს. მე არ მithქვამს. პრაქტიკულად გამოგივიდა რომ მოსინჯეს იმათ მე არ მithქვამს. მე არ გქონს ბატონო გიორგი შეიძლება ესეთი ახმა გაგიჩნდათ თქვენ მაგრამ მე არ მithქვამს. მე ვთქვი რომ იქნება კიდევ მცდელობა და იგივე პასუხი უნდა გაეცეს მაგრამ არა იმ ფორმით რომ ვაკუუმი და შემდეგ მიდის მარგინალიზაცია გარკვეული ჯგუფების რომ თქვენ გიჟები ხარ და დაგესწრებთ. არა, მე მაგას ვამბობ, რომ პასუხი უნდა გაეცეს და ზუსტად ისევე ეფექტურად უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად ძალა ერთობაშია ბატონო გიორგი და დამერწმუნეთ რომ გაცილებით ეს ნეტავ ხდებოდე. საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფმა რომ თქვენთან დაამყაროს კავშირი, აი ამაზე თუ გიფიქრიათ ის მეორე მხარე მას მაშინ მხარედ გამოაცხადებს და არა ნეიტრალურ იმათ აკვანას არბიტრად. ეს პრობლემაც არის სხვათა შორის. ამიტომ დიდი სიფრთხილეა აქ საჭირო და რაღაცა ზღვარია. ძალიან ფრთხილი თემა არის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე მაინც მიუბრუნდები აი იმ საშიშროებას, რომელსაც მე ვხედავ და ნეტა არ განმეორდეს. ხელისუფლებას ახლა თადარიგის დაჭერას უწევთ. ბუნებრივია. კონკრეტულად ამ მე აქედანვე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ 24 საათიანი პატრულირება დაიწყოს ბაღებში. აი იმ ბაღებში, სადაც კარებს აღებენ ოკუპანტები და შემოდიან, ხვდებით, კარები აქვს გაკეთებული მაქსიმალური კომფორტისთვის ოკუპანტებს. ამას სრული პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა, 24 საათიან პატრულირებას პატრულის და სამოქალაქო აქტივისტებს. მადლობა და შემდეგ გრიგოლ გეგელია. ნუ თავხდებით ყველანი ამაზე არც არის დავა, რომ მეტი საერთაშორისო გააქტიურება გაკეთდა, ვერ დავეთანხმები იმას, რომ არაფერი არ გაკეთდა. გვაქვს დიდი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე, ევროკავშირთან, ამერიკასთან, მეტი უნდა გავაკეთოთ და იცით რა მახსენდება 2008 წელს. დავანებოთ ჩვენ ხელისუფლებას თავი. როდესაც ევროკავშირის სანაპირობლო მისიის მანდატი დგებოდა, მახსოვს ევროპაში იყო ასეთი კომპონენტი ჩვენს ასე ვთქვათ უფრო ახლო მეგობრებს აღმოსავლეთ ევროპიდან ქონდათ ასეთი შეთავაზება, რომ სატელიტური დაკვირვება განახორციელებინა ამ მისიას ესპანეთში მდებარე სპეციალური ცენტრის მეშვეობით. თუმცა ისად არ იყოს გვარდასახელს არ დავასახელებ, ორმა ქვეყანამ დაგვიბლოკა აი ზუსტად ეს და ეხლა არ ვიცი შესაძლოა მე დეტალები არ ვიცი შეიძლება ამერიკელი მეგობრები აწვდიან ხოლმე სატელიტური იმიჯებს, შეიძლება არ აწვდიან, მაგრამ ის რომ შეიძლება ახალი რაღაცები შევთავაზოთ, ხო? ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჩვენმა დიპლომატიამ უფრო აქტიურად იმუშაოს, ეს ფაქტია, ხო? ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხო? ბრძანის აქ ბატონებმა, რომ სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვება იქა, ხო? ხო შეიძლება რომ გავაკეთოთ ისე, რომ ისე აღაორძინონ ეს საოკუპაციო ხაზი, რომელსაც ევროპელები ეძახიან უპირობითად ადმინისტრაციას, ხო? იყოს განსხვავება როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის თავის დროზე, ხო? ხო შეიძლება ესეთი რაღაც გაკეთება და ამიტომ აქაც მეტი აქტიურობა საჭიროა, ხო? რაღაცა ინვესტიციების ჩადება, რაღაცა აქტიურობა, რომ იმ ხალხმა იგრძნოს, რომ მათ გვერდზე არის სახელმწიფო, ხო? მართლა იმ პასპორტზე როგორც აწერია, თქვენი მფარველი არის საქართველოს სახელმწიფო, ხო? აი ამას უსურვებდი ხელისუფლებას, შეიძლება მალე გაკეთდეს. დიდი მადლობა გრიგოლ გეგელია და დავასრულებთ დღევანდელ ჩვენს ეთერს. პირველ რიგში მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ამაზე შევთანხმდეთ, ჩვენ რეალურად თავარი კურსი უნდა კონდეს ერთი ლობირება, საერთაშორისო ლობირება მაქსიმალურად მილიონები უნდა ჩაიდოს, მრავალი მილიონი უნდა ჩაიდოს. ამაში ყველგან, ყველა კარზე ყვირილიო ჩვენ ვებძით ფაშიზმს, რუსეთი არის ფაშისტური სახელმწიფო თავის ხალხის მიმართაც და რასაკვირველია ჩვენი ხალხის მიმართ. მეორე ადგილზე უნდა იყოს მეტი ხილვადობა, ეს უნდა იყოს მეტი საერთაშორისო მონიტორინგი, მაგრამ ასევე ჩემი აზრით მეტი ქართული მონიტორინგიც, მათ შორის სახელმწიფოს მორალური ვალდებულება არის, რომ ამ ხალხზე იზრუნოს როგორც სოციალურ და პოლიტიკური გაგებით, ასევე უსაფრთხოების გაგებით. აი ეს არის სამი მთავარი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი ბედზეა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და მაყურებელს, რომელიც 2 საათის განმავლობაში უსმენდა ჩვენ საუბარს. თემა იყო ოკუპაცია. მომავალ შეხვედრამდე წინ საინფორმაციო გამოშვება გელოდებათ. დროებით.